დღეს თავისუფალ მაგიდასთან ბატონი რომან გოცირიძე სტუმრობდა, ვისაუბრეთ ფასებზე, ვისაუბრეთ ბატონი ივანიშვილის დაპირებულ იაფ ფულზე, რომლის ნაცვლადაც გაიაფებული და გაუფასურებული ფული მივიღეთ. ვისაუბრეთ იმ პოლიტიკაზე, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა წლების მანძილზე და რომელმაც სწორედ ფასების ასეთ დასთან მიიყვანა საზოგადოება, რაც წვავე პრობლემად იქცა თითოეული ოჯახისთვის. და ასევე ვახსენეთ ისიც, რომ მთავრობას ხვალ შეუძლია მნიშვნელოვნად გააიაფოს ადამიანების ცხოვრება, აუხსენით როგორ და რა გზით, თუკი მას ამის გაკეთება მართლა სურს. მოგეთ საინტერესო პოდკასტი გელის აუცილებლად გვიყურეთ. მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენი პოდკასტის თავისუფალი მაგიდის მომდევნო ეპიზოდის ჩაწერას. დღეს მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს უხილი არც ახალია, მაგრამ ახალი არის ის, რომ ფსევდო ბრძოლა გამოაცხადა ხელისუფლებამ ფასებთან, თუმცა ვხედავთ, რომ ამ განცხადებების მიუხედავად, რასაც პრემიერ-მინისტრი აკეთებდა, ბოლო ერთ თვეში ფასები კვლავ გაიზარდა. დღეს სწორედ ამ თემაზე მოგვიწევს საუბარი. ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი რომან გოცირიძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ამას ყველასთვის გასაგებ ენაზე ახსნის. ეს ეხება იმას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის ზოგადად, რომ ფასი მცირდებოდეს ქვეყანაში, ან ფასები სტაბილური იყოს, ესე შეიძლება იყოს უფრო სწორი ტერმინი, შეიძლება ამ თემაზე როცა ვსაუბრობთ და ასევე რაც კეთდება, რა შედეგებთან შეიძლება მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა, ამაზეც ვისაუბრებთ. შევეხებით მას შორის ფასების ზრდის ტენდენცია როგორი იყო და როგორ აისახება ეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე, რიგით ადამიანზე და სანამ ამ თემებზე გადავალთ, მე ტრადიციულად ვიტყვი, რომ ჩვენს დღევანდელ თავისუფალ მაგიდასთან გვექნება წარმოდგენილი ბუნებრივი ღვინო. ბატონო, თქვენ გეტყვით და აგიხსნით, რომ მოგეთ ყველა პოდკასტში მოგვაქვს ბუნებრივი ღვინის წარმოებელი მცირე მარნის ერთი ბოთლი ღვინო, რომელსაც ხსნით, ერთად ვსინჯავთ. ვცვლით აზრს ამ ღვინოსთან დაკავშირებით და დღეს გვექნება ნადელები, ესეთი შესანიშნავი მცირე წარმოებელი, ბუნებრივი ღვინის წარმოებელია კახეთიდან, გურამ აისურაძე. მისი ქისი 2024 წლის მეც არ გამესინჯავს ეს ღვინო დღეს, ერთად შეგვიძლია გავსინჯოთ და ეს ღვინო ტრადიციულად მოგვაწოდა 525 ვაინმა, ონლაინ მაღაზიამ, სადაც ბუნებრივი ღვინის შეძენა ყველაზე სწრაფად და ყველაზე იაფად არის შესაძლებელი მთელ საქართველოში. ესე რომ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე ახლა შევხედე და ნახე რომ ფრინავითებში მოდიან ღვინის ასე ვთქვათ დასალევად და რაღაც ჯერ მეგონა რომ ამის შეთქმულების თეორია ხო არა ამეთი ახლა აი უცხოპლანეტელები რომ ჩამოვლენ ამ ღვინის გასასინჯად ჩამოვლენ ეს არის საიდან წამოვიდა ღვინო ეგ არის ჩადებული აქ ეს კაია რომ ამიხსენეთ რომ ჩვენთან ხო შეთქმულების თეორია ძალიან ასე ვთქვათ მძლავრია და ახლა აი ფრინავითებშებიდან თუ აქვია აი ჰუმანოიდებია თუ უცხოპლანეტელები ხო აქ ჩამოდიან ვიფიქრე რაღაცა ხო არა უცნაურობა ანუ რას ნიშნავს ეს ესეთი მაგარი ღვინოა რომ იქიდანაც კი მოდიან ხო თან ხო ეგ არის რომ ხო სასაცილო იქნება რომ იქიდან ხო მოდიან აი აქედანაც რომ მოვიდა მაგათაც აინშტაინი რომ დაახატონ და ასე ვთქვათ მაგის გამო დაბრუნდა ხო ხო ამის გამო დაბრუნდა აჰა კი ხო მოგე დიდი ეგ არის ალბათ რომ ძალიან კაია კაცი რომ ჩამოვა საიდან არის ეგ რო გასინჯავს ხო და საქართველოს არის ღვინის სამშობლო ამას როცა ვამბობთ არ ვამბობთ ხატოვნად მარტო ხო დადასტურებული მეცნიერულად არის რომ ყველაზე ძველი ღვინო, ყველაზე ძველი ჭურჭელი, სადაც ეს ღვინო იყო განთავსებული, სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იყო აღმოჩენილი და ამიტომ ამაყობთ და ასე რომ კახელები კახურად მასპინძლობენ უცხოპლანეტელებს ეტიკეტზე. აი ვეფხისტყაოსანში რო არის. რა ეს მოდეს ღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდა. კი ბატონო. აი ახლა მოდიან უცხოპლანეტელები, მოდიან ასე ვთქვათ ცხოველები. რა არის ასეთი რომ გავსინჯოთ ასე. აი ახლა გავიგებთ მაგას. კი ბატონო. ახლა ნახოთ ერთი ეს არის მოკეთ კახური მეთოდით, ან სულჭაჭაზე დაყენებული ღვინო 2024 წლის ქისი 7 თვე გაატარა ქვევრში ჭაჭასთან ერთად, სრული კონტაქტი ჭაჭასთან ესე ვთქვათ. მარანი თელავში არის, სოფელ კურდღელაურში, ღვინოზე კი გითხარით, გაუფილტრავია ღვინო და სულ 1000 ბოთლია ჩამოსხმული ეს ღვინო, ასე რომ შეგვიძლია. პატივი. ხო, მაშინ რა საგრძელო უნდა თქვა, ფასების სტაბილიზაციას უსურვებ ქვეყანას მომავალ წელს და კიდე ძალიან დიდ ხანს. აჰა. კარგი, დავიწყოთ ჩვენი პოდკასტით სიდიაში.
ჩვენ ორი რაღაცა უნდა გავარკვიოთ დღეს, ახლა ჩვენ იურისტები ვართ, ეკონომისტები არ ვართ, ფასების ამბები სულ გვესმის, მაგრამ ძნელი გასაგებია მაინც ახლა ვინ უნდა აკონტროლებდეს, როგორ უნდა აკონტროლებდეს ასე შემდეგ. ერთი ეგ უნდა გავარკვიოთ, მეორე ამ გვინის ამბავი და პირველ საკითხთან დაკავშირებით თქვენ გვინდა რომ გითხრათ, აი ქვეყანაში რომ ფასები მიდის ზემოთ, თუ მიდის ჯერ საერთოდ და ვის ევალება ამ ყველაფრის კონტროლი? ვინ არის აი ის რგოლი, ვინც უნდა ცდილობდეს რაღაცების გაკეთებას, როცა რა ვიცი 4 წელში შეიძლება გაორმაგდა კიდეც ფასი რაღაცა პროდუქტებს. ალბათ კონტროლია, უფრო პასუხისმგებელი ვინ არის? ეს იქნება უფრო შეიძლება. პასუხი ვის მოთხოვოთ? ერთადერთი ორგანო, რომელსაც კონსტიტუციური ვალდებულება აქვს, რომ იზრუნოს ფასების სტაბილურობაზე, ეს არის ეროვნული ბანკი. მის ორგანულ კანონში შავი თეთრზე წერია, რომ მისი ამოცანა არ არის ეკონომიკური ზრდის სახალისება. არ არის, ეხლა რომ ასე ვთქვათ, გამოდიან ეროვნულ ბანკში და ამბობენ, რომ აი კომერციულ ბანკებს სესხი მივეცით. რეფინანსების განაკვეთს ჩვენ არ ვწერთ მაღლა, თუმცა ინფლაცია მაშინ ფული უნდა გააძვირო. და როდესაც სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოა, მაშინ შეიძლება ფული გააიაფო და დაბალი სესხით მისცე კომერციულ ბანკებს სესხები, ამას რეფინანსების განაკვეთი ქვია. დაახლოებით 4 მილიარდამდე. მოდი ჩაგეძებით და ავხსნათ კარგად, იმიტომ მე მესმის თქვენაზეც საუბრობთ, შეიძლება მაყურებლის ნაწილსაც, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ როდესაც კერძო ბანკები სესხს გასცემენ რიგით მოქალაქეებზე, ამ სესხის გასაცემი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი არის თავად ეროვნული ბანკისგან ნასესხები თანხა. კი, ამას ქვია რეფინანსების სესხები. კი, რამდენი პროცენტია ესეც უცხრად დაახლოებით? გააჩნია რამდენად გინდა რომ ბევრი ფული გავიდეს ეგ მიმოქცევაში და ბევრი ფულის გასვლა ნიშნავს ბევრ სესხს და ბევრი ასე ვთქვათ ბიზნესის აქტიურობას და ამას ქვია ეკონომიკის წახალისება. აი ნახე ესე რო ახსნათ. მაგალითად თუ კი სამომხმარებლო სესხს, ბიზნეს სესხს ან იპოთეკურ სესხს გაცემს კომერციული ბანკი, თქვა 15%-ად, ის ამ თანხას სესხულობს დაახლოებით 9%-ად, 10%-ად ეროვნული ბანკისგან. 8%. ეხლა სესხულობს 8%-ად, იყო რომ სესხულობდა 6%-ად, მაგრამ იყო სესხულობდა 10 და მეტი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ფასების ზრდის საფრთხე. მაგრამ ეს არ არის ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა. ეკონომიკის სტიმულირება ეს არის მთავრობის საქმე. ეს მაინც რომ დავაზუსტოთ ბიუჯეტიდან. ეროვნული ბანკის უცნაურს ვიტყვიერთ. ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ამოცანა არ არის ვალუტის სტაბილურობა. მაშინ გაგიკვირდებათ, რატომ ვაბრალებთ ეროვნულ ბანკს ლარის ასე ვთქვათ გაუფასურებას, თუ ეს მისი საქმე არ არის, იმდენად რამდენადაც ვალუტის სტაბილურობაზე დამოკიდებულია უკვე ფასების დონე, ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა. ყველაფერი, რაც ჩვენთან სუპერმარკეტებში იყიდება, მისი რამდენი პროცენტი უხეშად 95% იმპორტირებულია. ეხლა რომ შევიდეთ ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტში და მგზელებს რო დაერია მთავრობა და ასე ვთქვათ, ნაწილობრივ სამართლიანად ოღონდ მათ მიერ შექმნილი ასეთი ოცნების კლანის ბიზნესებია, როგორც ქსელური სუპერმარკეტები, ასევე სააფთიაქო ქსელი და განსაკუთრებით ნავთობ იმპორტიორები, რომლებიც ყოველდღეს ხედან იქ და ქართული ოცნების ერთ-ერთი ისინი არიან. ხო, ხარდამჭერები და მე იქიდან მე ტენდერებში გებულობენ და უფასოდ მიწებს ღირებენ და რაღაცა თამშიებს აშენებენ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მათი კლანური ბიზნესი. მაგრამ ობიექტურად რო ვთქვათ, თუ ყველაფერი შემოტანილია და თუ ლარი არ არის მყარი, მაშინ ბუნებრივია რომ იმპორტირებულ საქონელზე ფასები გაიზრდება, ამიტომ ირიბად მეორე ამოცანა, პირველი მთავარი ამოცანა არის ეროვნული ბანკის ასე ვთქვათ თავისი ასე ვთქვათ საკანონმდებლო ვალდებულება რომ ფასები იყოს სტაბილური და მას როგორ მიაღწევს ვალუტის გამყარებით მიაღწევს ამას და რა თქმა უნდა იმპორტ დამოკიდებული თუ ვართ ვალუტის დასუსტება მომენტალურად ფასების დასნიშნავს. აი ესე ვიმეორებ სუპერმარკეტებში თუ 95% ვახსენე, აბა თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ხომ იყავით გუშინ ერთი კვირის წინ რა არის იქ ქართული. მე ამ ფასების ზრდის მე რომ შევიდე ზეც იმპორტირებული გვაქვს, ყველაფერი იმპორტირებული. ვაშლი ქართული ზეც არის, მაგრამ ისი პროცენტული მცირე სეგმენტზეა, მაგრამ რა არის ხილი. კიდე მეტი რა არის? ჩურჩხელა და ლეგვის ჭირი. ლიმონადი, წყლები. ღვინო, ზოგიერთი უალკოჰოლო სასმელი და მინერალური წყლები. პური არ არის, აგერ არის. ხორბალი შემოდის სამხრეთიდან. ამ პურში ქართული არის ელექტროენერგია. წყალი. და წყალი. და
და ელექტროენერგიას თუ ასე ვთქვათ ხანდახან მყიდულობ სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიაც კი შრომა ასევე შეიძლება ვთქვა. ერთადერთი არის შრომა. ის ხელფასი, რომელიც აი ამ პურის წარმოებაში იდება, მარილიც კი იქიდან შემოდის, საფუარი ყველაფერი შემოდის. ამიტომ, როდესაც ყველაფერი შემოდის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ქვეყანაში ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. და ეროვნულ ბანკს როგორ შეუძლია, რა თქმა უნდა, ვალუტის სტაბილურობით და ასევე ფულად საკრედიტო პოლიტიკით. ანუ თუ ხედავს, რომ ფულის მასა იზრდება, ეროვნულ ბანკს შეუძლია ამოიღოს ეს ფული. როგორ შეუძლია ამოიღოს ეროვნული ბანკი ყიდის სერტიფიკატებს ასე ვთქვათ, კომერციულ ბანკებს ეუბნება, მას ესხე ფული. მას ესხე ფული კომერციული ბანკი אומר რატო უნდა გასესხო მე მაგერ ბიზნესს ვასესხებ შენ ბიზნესს ასესხებ ის ან დაგიბრუნებს ან არა მე რეგირაოში რაღაცა ჩადებს და უამრავი ბინა ჩაგიწვება და რაღაცა ბეჭდები და რაღაცები გარანტია არის უფრო მაღალი და რისკი დაბალი მე რომ ასესხებ 1000%-იანი გარანტია გაქვს რომ შესაძლებელია ნაკლებ პროცენტად ესხო ვიდრე კომერციულ სექტორში ვიღაცას რომ უნდა ტელეფონის ყიდვა და რომ შეიძლება 20%-ად დაიღოს სესხი და მე შეიძლება არც დაგიბრუნოს ეს სამხარებლო სესხი ან ვიღაცას იპოთეკური სესხი აქვს აღებული და შემდეგ უცბად სამუშაო დაკარგა და ვერ დაგიბრუნოს რატო იწვალებ მოდი მე მას ესხე და ეროვნული ბანკი აი ამ ჭარბი ფულის ამოღებას ახდენს მეორე ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ ბერკეტია და დარეზერვება რას ნიშნავს დარეზერვება კომერციულმა ბანკმა დაუშვათ ისესხა 100 მილიონი დოლარი რას ნიშნავს ისესხა ჩვენ ფულს სადაც ვდებთ დეპოზიტზე ეს არის კომერციულ ბანკებს სესხად ვაძლევთ ეს მარტივად რომ გაიგონ ეს არის ანუ ჩვენ აპულს იყენებს კომერციული ბანკები და ჩვენი დეპოზიტები იურიდიული პირების მაგათაც ან კოკა-კოლა ან რომელიღაც აწარმოებს ანგარიშია გახსნილი და ზოგს დეპოზიტში სუდებს ზოგიც მიმდინარე ანგარიში მაგრამ იმას უცბად ხარ ხარჯავს ის საკრედიტო რესურსად იქცევა და დაუშვათ კიდევ ერთი 100 მილიონი ისესხა უცხოური ბანკებიდან ჩვეულებრივი პრაქტიკაა. აი ამ თვეში დაუშვათ 200 მილიონით გაზარდა მან თავისი უცხოური საკრედიტო რესურსები. დღეს ბანკმა. ხო, კერძო. TBC-მ საქართველოს ამ ნებისმიერმა ბანკმა დაუშვათ ამ ლიბერტიმ რაღაცამ. ეროვნული ბანკი რასაკეთებს დღეს არსებობს ნორმატივი. გეუბნება მე შენ არ მოგცემ უფლებას რომ ეს ფული გაასესხო. ანუ ეს არ არის უკვე ეკონომიკის სტიმულირება. როგორ არ მოგცემ? მე გავასესხებ და სამუშაო ადგილებს შევქმნი. არა, ნუ ასე უკაცრავად. შენ ვერ გაასესხებ, იმიტომ რომ ინფლაციაა. ამიტომ მე შენ გაგიყინა 25%-ს. ამას ქვია უკვე სარეზერვო მოთხოვნები. მოზიდულ სახსებზე ეროვნულ ბანკმა გაუყინა 25. მე თუ 100 მილიონი ავიღე, მე 75 მილიონზე მეც ვერ გავჩემ და ფაქტობრივად მკვდრად იქცევა ჩემი ფული. ისე როგორც რეფერენსების განაკვეთის გაზრდა იდეა. თუ ჩემი ფულის ასე ვთქვათ 25% გაყინულია და მკვდრად იქცევა მაგრამ მე ფული მაგ ნასესხები იგივე უცხოეთში 6%-ად რა უნდა ვქნა მაშინ მე გავავზდი პროცენტს ვინაიდან ის ფული მეტი შემოსავალი შემოვიდეს დასაფარად ნახო ვინაიდან 100 მილიონს რო გავასესხებდი მეტი შემოსავალი შემოვიდა ამ შემთხვევაში დაბალი პროცენტით გავასესხებდი ვიდრე დავუშვათ ამ დარეზერვების შემდეგ ჩემს ნარჩენს 75-ს და უამრავი მექანიზმია ანუ საბოლოო ჯამში ეს ფული ამოდის ხალხის მასიდან ესე ვთქვათ იმიტომ საბოლოო გადამხდელი ამ ფულის გამოც მოქალაქე ანუ რას აკეთებს ესე იგი რომ შევაჯამოთ ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკის თავარი ფუნქცია არის ფასების კონტროლი და აქედან გამომდინარე აკონტროლებს ვალუტას მასაკ ინსტრუმენტები ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის თუნდაც იგივე ინტერვენციები მაგალითად ჩვენ ხედავთ რომ დაუშვათ ვალუტა უფასურდება ლარი უფასურდება თუ ლარი უნარი ეცემა მაშინ ავდგები და მე ამოვიღებ ჩემი რეზერვებიდან დოლარებს და გავყიდი როცა უფრო მე სხვა ვალუტასთან დევალვაციაზე ვლაპარაკობ. ხო, სწორი ტერმინი ალბათ ეს არის, უფრო ინფლაცია მყიდველობით უნარი ეცემა. მაგრამ ვინაიდან კავშირში ერთმანეთთან იმპორტიული სტაბილურობა ვინაიდან გვინდა რომ იმპორტზე დამოკიდებული ვართ, როგორც კი დავინახავთ და რა ხნა ქართულმა ოცნებამ 600 მილიონი დოლარი ორ თვეში მიაყარა სამ თვეში წინასაარჩევნოდ. აგერ 2020 ეს კურსის შესანარჩუნებლად? კი, ერთადერთი მიზნით რომ არჩევნებში მოსახლეობას ასე თქვათ არ წყენოდა ლარის გაუფასურება. დააფიქსირა კურსი 2 და რაღაცა 7-ზე და ამ კურსის ფიქსაციისათვის მან თავისი რეზერვების ფაქტობრივად რეზერვების განადგურების გზაზე დაადგა პოლიტიკური მოსაზრებით. ჩვენი ეროვნული ბანკის რეზერვები იყო 5.5 მილიარდი 2 წლის წინ და ჩამოიყვანა 4 მილიარდამდე წინასაარჩევნოდ. ეხლა ამ წელს
რეზერვები მან აღადგინა და ისევ 5.5 მილიარდი გახდა. ოღონდ ეს რუსული ფაქტორია და ძალიან დიდი თემაა. სხვა დროს შეგვიძლია ფასებს რო დაუბრუნდეთ. აქ მოზაობს შავი ფული, რუხი ფული, რაღაცა 1000 კორუფციული ფული, აგერ ერთმა ჯიხურმა სუსი ამბობს ტყუილია, ოღონდ 700 მილიონი გაათეთრა შეუძლებელია. 700 მილიონი ერთმა ჯიხურმა გაათეთრა, ზუსტად იმას დაახლოებით 10 მილიარდი ლარის გადაცვლა ხდება ჯიხურებში. ერთ წელიწადში ეს არის ეს ჯამურად ეს არის 4 მილიარდი თან როგორ ლარი დოლარს იყიდი დოლარით ლარს იყიდი იმით ევროს იყიდი რუსულ ფულს იყიდი და ყველანაირი კონვერტაცია არის და აქ მხოლოდ ერთი კონვერტაცია რაღაც არსენებენ ამ თემას ექნება ჩაიკარგა ეს პოლიტიკა დასაჭერად ჭირდებოდა ღარიბაშვილის და იმის ლილუაშვილის და აიქიდან შორიდან დაიწყეს მე მაგრამ ეს კიდე სხვა თემა უამრავ თემებს იკეთება მაგრამ ანუ ეროვნულ ბანკთან დაინახა ეროვნულ ბანკმა რომ პირიქით ასე ვთქვათ ეკონომიკა უკვე არის ისეთი მაკროეკონომიკური გარემო რომ მას შეუძლია ბანკებს კი არ გაუყინოს ფული არამედ წახალისოს დაკრედიტებისაკენ ადგება და შეცვლის მაგათაც ეს ეხლა შარშან აწიეს 25%-მდე ეს ფულის გაყინვა თორე მანამდე 15% იყო შეიძლება გაყინვა საერთოდ მოუხსნას და ნულამდე ჩამოიტანოს ამ პირიქით აი რეფინანსების ესხებზე სესხები მისცეს კომერციულ ბანკებს ახლა 4 მილიარდამდე შესაძლებს და ამით ასე ვთქვათ გაზარდოს ფულის მასა თუ ფასების საფრთხე არ არის. ანუ ეროვნულ ბანკს შეუძლია თავისი ბერკეტებით ეს პროცესი არეგულიროს და ამიტომ პასუხისმგებელი ვინაიდან მას ამოდენა უფლება აქვს მას შეუძლია გიგანტური ოდენობის ფული დაბეჭდოს ემისია ან გამოუშვას ან ამოიგოს ხო წინა თუ ამბობდით დაბეჭდოს მართლა ბეჭდოს ხო არა ბეჭდოს არ ეხლა უკვე ნაღდი ფული არ მოძრაობს და ეროვნული ბანკი ჩანაწერს გააკეთებს რომ კომერციული ბანკო შენ მე გაზრდებ 2 მილიარდს და ნაღდი ფულს კი არა თითქოს არსებობს ხო და გასაგებია ეს ელექტრონულად გადაიქცევა ან ჩანაწერად გადაიქცევა ანუ აი ამოდენა უფლება რო გაქვს შენ ხარ პასუხისმგებელი და რას მიაწერთ თქვენ რომ აი მიუხედავად ამ პასუხისმგებლობისა ყველას ადანაშაულებს ხელისუფლება და სიტყვით არ უხსენებიათ ეროვნული ბანკი. ანუ სუსი შევიდა ყველასთან, სუსმა ამოქეკა ყველას დოკუმენტებზე დღესაც მათ შორის. მიდი სუსი ეროვნულ ბანკში უნდა შეცვალოს. გარდა ეროვნული ბანკისა. ხო, ანუ ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის ასე ვთქვათ მოვალეობას. ან არ ასრულებს. მოვალეობას ან არ ასრულებს. იქნებ საბოტაჟს უწყობს კუბახის ან ასრულებს კორუფციულად, ან პოლიტიკურად მაგალითად ქართული ოცნების ყველა ასე ვთქვათ ბიზნესმენმა იცოდა რომ ლარი არჩენების დროს იქნებოდა სტაბილური და არაფერი მოუვიდოდა 3 თვის განმავლობაში და ამიტომ მათ ყველაფერი შეიძლება დოლარი ეყიდათ და მე ეფიქრათ რომ ახლა ვიყიდი და გაუფასურდებოდა ლარი მე გაუფასურდებოდა და მოგებას უშოვიდა როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იცის ელიტამ და ეს არის ბრძანება რომ დაფიქსირდეს და სულაც რომ ბოლო ასე ვთქვათ დოლარი გახდეს რეზერვებიდან ამოსაღები, მაინც გაყიდეს და მართლა 800 მილიონამდე გაყიდა მთელ წელიწადში ეს კატასტროფული რაღაცა გააკეთა ამ წენას არჩევანს. ანუ როცა შენ რაღაცა იცი, შენ ბიზნესს ხანერად insider trading-ი რაც არის. რა თქმა უნდა, ეს არის insider-ული ინფორმაცია დიდ უპირატესობას გაძლევს სხვებთან შედარებით. ეხლა მაგრამ ეროვნული ბანკის გარდა არსებობს მთავრობა. ეს არის უკვე. ანუ ერთია პასუხისმგებელი კანონით ეროვნული ბანკი, მაგრამ პირდაპირ პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, მაგრამ ასევე მთავრობა. ვერაფერს ვერ გახდება თუ მთავრობამ ფულს ხარჯავს უზარმაზარი ფული დახარჯა. მაგალითად ბიუჯეტის დეფიციტი გაზარდა. მაგალითად მთავრობას დაუშვათ აქვს შემოსავალი დაახლოებით აი ჩვენ ბიუჯეტსო დავამსგავსოთ, სადღაც 25 მილიარდი ლარის შემოსავალი. და მან გაწია 30 მილიარდი ლარის ხარჯები. რა არის ეს სხვაობა? სხვაობას ქვია დეფიციტი. როგორ მაგრამ დეფიციტი საიდან უნდა შეივსო ხო ვიღაცამ ხომ უნდა ვიღაცამ უნდა მოხდიდო კი ხო ამიტომ დეფიციტის შევსების წყაროა სწორია პრივატიზაცია შენ უნდა გაყიდო რაღაც ქონება ან რკინიგზის რაღაცა ან გადასახადი გაზარდო ხო გადასახადს ვერ გაზის ჩვენთან კონსტიტუციით თუმცა აქციზი გაზარდეს როგორც ვიცი აქციზი არის გამონაკლისი როგორც მახსოვს კი არა გამონაკლისია და გაზარდეს კიდეც მაგას მოფაი სიგარეტი გაზურდა და რაღაცა ხო და დანარჩენს ვერ ზრდიან ანუ მთავარი გზა რა არის გაყიდვები დაუშვათ გადასახადების გაზრდა და მაგრამ მთავარი გზა მაინც არის ესხი საგარეო ვალის აღება ვინაიდან მილიარდობით დოლარს ეხლა რამდენი გვაქვს საგარეო ვალი საგარეო ვალი დაახლოებით სადღაც 17 მილიარდამდე გვაქვს დაახლოებით ანუ რა ხდება ამ საგარეო ვალს აიღებ მცირე ნაწილს ბიუჯეტური ასე თქვა თავისუფალი ხარჯებისათვის თუნდაც ხელფასები პენსიები და შემდეგ მაგრამ დიდ ნაწილს ინფრასტრუქტურული მშენებლობისათვის აი რიკოთი რომ შენდება იქით გზები რომ შენდება იქ კახეთისკენ წითელი ხიდისკენ აგერ ეს წარმოუდგენელი რამ მოხდა 600 მილიონი დოლარი დახარჯეს
22 კილომეტრიან გზაზე, გუდაურის შემოსავლელ გზაზე, საიდანაც 19 კილომეტრი არის გვირაბი. $600 მილიონ დააშენებდი ანაკლიასა. ანაკლიის სპორტის აშენება ღირს $550 მილიონი. კი ბატონო, კარგია დაუშვათ, ხო? ძირითადად სომხებისთვის კეთდებოდა ეს, ვინაიდან ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ომი დამთავრდებოდა. ეხლა ომი დამთავრდა, სომხები ამბობენ, რა შეგვჭირდება ეს თქვენი რკინიგზა და ეს რა ქვია, გვირაბი. ზანგეზურის ტელეფონი როცა არსებობს. ზანგეზური იქ თურქეთისკენ, მაგრამ აგერ მე აზერბაიჯანის გავლით წავალ რკინიგზით თურქეთში. აღვადგენ ახლა ძველ საბჭოთა ხაზს, საბჭოთა კავშირის დროს სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავშირებული იყო და შემდეგ იქიდან კასპიის ზღვის სანაპიროზე დაღესტნიდან ზემოთ როსტოვისკენ გადავალ და ანუ მატარებელი ის რომ აფხაზეთისკენ ზარო ჩაკეტილია მის ალტერნატივად უფრო გრძელი, მაგრამ სომხები უკვე მატარებლით. უფრო იაფიანია ხა, ზანგეზურის დერბანით უკვე ირანი და სხვა და თურქეთის სხვა რაღაცები რჩება და ეს გვირაბი რომელიც აშენდა ძირითადად სატრანზიტო ეს ქვეშეთი კობის რო იყო, ხო, რომ აშენდა ეს დაახლოებით ამდენი მილიარდები რომ ღირდა, რეალურად შეიძლება მკვდარი გზა აღმოჩნდეს და ნუ ერთი ანუ 600 მილიონი გაუშვით არაფერში. ეს არაფერში არ შეიძლება თქვათ ასე, მაგრამ ეს 600 მილიონი სხვა მიმართულებით შეიძლება უკეთესად გამოგვიყვანოს. კი, მაგრამ მოდი ფასზე როგორ მიუღებელი შემოსავლის ახლა ხო. და რკინიგზის მაგალითად რკინიგზის მოდერნიზაცია. ფასზე რა არის? ეს არის საგარეო ვალი. საგარეო ვალია და ბიუჯეტის დეფიციტს ამით აბალანსებ, რომ სესხებით და მეორეა რომ ეს ფულის მასას ზრდის. როდესაც მაგალითად 600 მილიონი რომ შემოვიდა, დავაკონვერტირეთ სამჯერ, 1.3-ზე და 1.8 მილიარდი გავიდა მიმოქცევაში. მაშინ და ეგ ზრდის ხო, მაგრამ ინფლაციას. პირიქით არ უნდა იყოს, ნახეთ, ჩაგეძებით ბოდიში რომ კარგად ახსნათ, ხო? თუ კი შემოდის უცხოური ვალუტა, იმ მომენტში უცხოური ვალუტა ხელს უშლის დევალვაციას, ხო? იმიტომ კიდევ უცხოური ვალუტა ვკიდულობ ლარს, მოთხოვნა იჯდება ლარზე საბოლოო ჯამში, მაგრამ როცა სესხის მომსახურება მეწყება, მაშინ მექნება პრობლემა, როცა პირიქით უნდა ვიყიდო. არა მარტო სენს, მაშინ ძალიან საინტერესო კითხვა დასვით. კი, სწორია, ვალუტის გასტუმრებისას უკვე ვალუტა უნდა ლარით უნდა იყიდო დოლარი და გაისტუმრო, მაგრამ ვინაიდან ჩვენ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვართ, იმ 600 მილიარდის უდიდესი ნაწილი გავიდა უცხოეთში. ხო, ცხადია. იმიტომ დანადგარები, მუშებიც კი ყავთ, ჩინელები აშენებენ და ანუ მთელი 600 მილიონი რაც შემოვიდა გარდა იმ ხელფასებისა და იყო საწვავია საჭირო რაღაცა, ყველაფერი იმპორტირებულია. ყველა მასალა დავით ბურგები რაღაც 200 მილიონი. ცემენტის გარდა. ხო, ცემენტი ივანიშვილთა ხაზზე ეკუთვნის. მაგრამ მოკეთ ეს არის მთავრობა როგორ ზრდის ფულის მასას და თუ დეფიციტს გაზრდი, კანონით აკრძალულია ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის დაფინანსება, ირიბად ეშმაკუათ მაინც აკეთებენ რაღაც ფასიან ქაღალდებს ყიდულობს ეროვნული ბანკი, ხო, დიდი მასშტაბით არა. მთავრობას შეუძლია ფულის მასა გაზარდოს ბიუჯეტიდან. მაგრამ ასევე შეუძლია შეამციროს თუ კი უნდა რომ რაღაც ფასებზე იმოქმედოს დადებითად. ასევე შეამციროს, მაგრამ ეს არის წმინდა ასე ვთქვათ პატიოსანი მთავრობის პირობებში, რასაც ლაპარაკობ, ეს არის მაკროეკონომიკური თემა, რომელსაც ფულად საკუთარ პოლიტიკიდან, ეროვნული ბანკიდან და საბიუჯეტო პოლიტიკით, მთავრობის სწორი პოლიტიკით უნდა ბალანსდებოდეს. მაგრამ ჩვენთან ამას ემატება საშინელი რაღაცა. ეს არის ტოტალური კორუფცია. ბიუჯეტის ფული იძარცვება და ეს ფული გადადის, ეს ამოდენა ბიუჯეტი ვამბობთ, იზრდება, რაღაცა იზრდება, მაგრამ ოჯახებში არ შედის. ხალხი ღარიბდება და უცხოეთში გარბის, მაგრამ ვიღაცებს უზარმაზარი ფული გაუჩნდა. ეგ არ არის ეს ელიტური კორუფცია ზუსტად. ეს არის ელიტური კორუფცია, რომელშიც ასეული მილიონობით ფული გაედინება, რომელიც შემდეგ დამატებით ფასების ზის წყარო ხდება. ორ მაგალითს მოვიყვან. გარდა ერთი კორუფცია, მეორეს მხრივ ტენდერებში, როდესაც იმარჯვებს ყველაფერი ქართულოსნებასთან დაკავშირებული. ტენდერებში როდესაც იმარჯვებს რომელიღაც კომპანია და მან გაიმარჯვა მაგალითად ვაკის პარკის მშენებლობას. თუმცა ეს თბილისის მერიის ბიუჯეტია, მაგრამ ყველაზე თვალნათელია. გამოცხადდა, რომ ვაკის პარკის მშენებლობას სჭირდება 32 მილიონი ლარი. რეკონსტრუქციას თავიდან ბოლომდე. დაიწყეს რეკონსტრუქცია, დაიხარჯა 32 მილიონი ლარი და ნახევარი გააკეთეს თურმე და მერე მოხდა იქ უბედური შემთხვევა და 2 წელიწადზე მეტია გაჩერდა. ეხლა მერიამ გამოაცხადა ახალი ტენდერი და თქვა, რომ კასკადების მხარე ვაკის პარკში და დარჩენილი მეორე ნაწილი ვაცხადებ 34 მილიონ ლარიან ტენდერს. ანუ უფრო მეტი იქ 34 დაუმატე აგერ 32 66 ორჯერ მეტი. აი მაგათა სპორტის სასახლე, რომელიც აშენდა ევრობასკეტის დროს.
გამოცხადდა რომ ეს უნდა ამ 70 მილიონი რა თქმა უნდა იცოდა ამ ქართული ოსნებსა და კავშირებმა ბიზნესმენებმა რომ ამ ფასად ვერ ააშენებდნენ მაგრამ კონკურენტების ჩამოსაცილებლად თქვენს რომ კი მე ამას ავაშენებ ვიღაცებმა თქვენ 75 იქიდან მოტეხეს და მე მოითხოვეს რომ გარემოებათა გამო ასე დაწერენ შეცვლილი ვითარების გამო სოფლიო ბაზარზე რკინის და რაღაცის გამო ამას ვერ ამას ასე ვთქვათ არ ყოფნის ეს ჩვენი ფული და დაждდა 90 მილიონი 30%-ით გაიზარდა ერთ წელიწადში. სად ვინც ეგ 30%? აი ეს მიდის უკვე ქართული ოცნების საარჩევნო ყოლაბაში აისბერგის პატარა წვერია, რასაც მიდის მათ ოჯახებში. აი ეგ ინფლაციას როგორ იწევს? აი როგორ არის დაკავშირებული აი ეს კორუფცია იმასთან, რომ მაგალითისთვის პომიდორი სიტყვაზე ღირს დღეს 1.5-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე წინა წელს. აი ეგ კავშირი როგორ არის? ჯერ ფულის მასა ინფლაცია ყოველთვის დაკავშირებულია ფულის მასასთან. აი კეინსი ამბობდა რომ ხო და კეინსი ამბობდა რომ დავხარჯოთ ფული, აგერ ხიდის აშენება მინდა, ხო? მერე რა არის? გამოყავე ბიუჯეტიდან ფული, ააშენე ეს ხიდი, იქ სამუშაო ადგილები შეიქმნება, მუშები დასაქმებიან, ნატორით შეიქმნება პროდუქცია და ხიდი აშენდება. მაგრამ ეს დამატებითი ფულის მასა ინფლაციას ზრდის, მაგრამ ფასებს ზრდის. ხიდი ვინ ააშენა? ხიდი ააშენა თითეულმა მოქალაქემ, რომელსაც ფასი გაეზარდა და თუ პური ღირდა 1 ლარი გაუხდა 1 ლარი და 10 თეთრი და ეს 10 თეთრით დაფინანსდა ხიდი და ის მუშები. ოღონდ ეს ამ იმის საქმეა მოქალაქეების ხარჯზე. ამასთან დაკავშირშია ეს. ხოლო ამ რატო არის ფულის მასა იზრდება? აბსოლუტურად თავდაყირა დადგა და დღეს კეინსიანიზმი მოკვდა ფაქტობრივად. დღეს სხვა პარადიგმა მთელ მსოფლიოში მათ შორის ფრიდმანის მონეტარისტების და თუ დღეს უკიდურესად მემარცხენეებიც კი მაგალითად საბერძნეთის მთავრობა რომელიც სოციალისტური იყო და დღეს სოციალისტები მართავენ და 180 მილიარდი დოლარის ვალი დააგროვა გაკოტრდა ქვეყანა. რამდენიმე წლის წინ გაკოტრდა ქვეყანა და შემდეგ დაიწყეს უკვე ბიუჯეტის სეკვესტრების შემცირება, ანუ უკვე მონეტარი რამდენიც არ უნდა თქვა რომ მე კეინსიანურ ეკონომიკის სტიმულირებას ვაკეთებ, სინამდვილეში შენ ხარ შეზღუდული მაასტრიხტის კრიტერიუმებით, დღეს მთელი ევროპა მონეტარისტულ პარადიგმაზე ზის. ეს არის ვალუტის სტაბილურობა, ეს არის სტაბილური ინფლაცია თუ ამას ვერ აკმაყოფილებ ევროზონაში არ მიგიღებენ მაგათად იგივე ჩეხეთი და ბულგარეთი ახლა შედის ბევრი ქვეყანა არ არის ევროზონაში იმიტომ რომ მაასტრიხტის კრიტერიუმების დაკმაყოფილება უჭერთ ბიუჯეტის დეფიციტის რაღაც ძალიან დაბალი ზღვარი ამიტომ შეიძლება ჩეხეთს რაღაც ხარჯები აქვს და მას უნდა გაზარდოს დეფიციტი და ჯანდაბას ამბობს გაიზარდოს ფასები ოღონდ ეს საქმე შევასრულო ანუ დღეს ყველაფერი ეს უკვე მონეტარისტულ ჩარჩოშია და მონეტარისტული ფრიდმანი რატო ახსენებს თავარი მისი ასე თქვა პოსტულატი არის ინფლაცია ყოველთვის არის მონეტარული მოვლენა ანუ ფასების და ყოველთვის დაკავშირებულია ფულის მასის დასთან. ეხლა რასაც განაპირობებს მთავრობა და ეროვნული ბანკი. აი ესე რომ ეს მაგალითად რო აქვს და ხა ყოველთვის გასაგებად. აი ეს ყველი რომელიც აქტებს დაუშვათ რომ არის საქართველოში წარმოებული. არ არის, მაგრამ დაუშვათ რომ არის საქართველოში წარმოებული, ხო? როდესაც ფას არ განსაზღვრავს თვითღირებულება. ეს გვესმის ყველას, ხო? ფას განსაზღვრავს საბაზრო ეკონომიკა საბოლოო ჯამში, რომელიც ნიშნავს ამდენად გაიყიდება კონკრეტულად. ოღონდ დანახარჯების შედის თვითღირებულებაში და დანახარჯების განსაზღვრება. რა თქმა უნდა. მაგრამ მეტი ელექტროენერგია გაუძვირდა მაგათად ქართულს. მოქმედებს ფასის. მოქმედებს და თვითღირებულებას განსაზღვრება. მაგრამ გარდა ამისა არის უკვე ბაზარი ერთვება. უკვე თუ ვიღაცებმა მილიონები იშოვეს მაგალითად 7 მილიონი ნახევარი მაგარებაში აღმოუჩინეს და რომელიღაც სექტორში ფულის მასა გაჩნდა, მოთხოვნა გაიზარდა. კი, ნახე რას ხსნი. მოთხოვნა გაიზარდა ამ შემთხვევაში ყველზე. მიწოდება თუ ნაკლებია ფასი გაიზრდება. მიწოდება არ არის იმ დონის, იმიტომ რომ საქართველოში არ არის კონკურენცია და არ არსებობს სწრაფი მობილურობა, რომ დაინახავ რომ ყველის ფასი იზრდება, მეორე ქარხანა უნდა გაჩნდეს. ვინაიდან მოგებას ნახავს და როდესაც ალტერნატიული კონკურენტული ასე თქვა ბიზნესები არ წარმოიქმნება. მაშინ აი ნებისმიერი ფასის დადება შეუძლია უკვე დომინანტურ მდგომარეობაში ყველის მწარმოებელს. კი, ნახე მე რა მინდა კითხვა როგორ მინდა დავსვა, რომ შევწდები და მინდა რომ ეს პროფესიონალის პასუხი მივიღოთ, ხო? მაყურებელსაც ალბათ ეს აინტერესებს. როდესაც პირობითად ამ ყველს ყიდულობს მოქალაქე
სანამ ყველს იყიდიდა, მაგრამ შემოსავალი მიიღო, უკვე გადასახადების ნაწილი გადაიხადა. ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რასაც გადასახადი ქვია. საპენსიო ფენდში გადარიცხული თანხა, რომელსაც გადასახადი არ ქვია, მაგრამ თავის შინაარსით მემჯერა რომ გადასახადია. თავი DGG-ია. ხო, ჯერ პირდაპირ გადასახადებზე ვსაუბრობ, არაპირდაპირ ზემინდა ეხა გადავიდე. ხო, ანუ ერთი არის, როცა ხელფასი რომ მივიღე, იქ რაღაცები უკვე გამომაკლდა მე ჩემი ნაშრომიდან რაღაც აიღო სახელმწიფო. და მეორე, როდესაც რაღაც პროდუქტი ვიყიდე, იმაში არის არაპირდაპირი გადასახადი. ხო, ანუ შიგნით არის დამალული რაღაც გადასახადი, რომელსაც პირდაპირ რო ხედავ. დღეს 18% რასაც ვამბობ. ანუ ნებისმიერი კი, ამაზე ფაზზე დამატებული გადასახადი. ამაზე ეხენ ადვალური გადასახადი. ანუ აი ამ ღირებულებაზე დამატებული გადასახადი. თქვენ რო ეხან მოყევით მაგალითი რომ ხიდი რო აშენდა ხალხმა აშენა. სინამდვილეში სახელმწიფო რასაც ხარჯავს ის არის რომელიც ჩვენს მიერ გაძვირებული ცხოვრებიდან წაიღო. კი, ყოველთითეული ჯიბეში ნებისმიერი მაღაზიაში რო შედიხარ და თქვენ გხდებათ ძვირი პროდუქცია, ეს არის მისგან ამოღებული თანხით სახელმწიფოში წაღებული ბიუჯეტში ფული, რომელიც შეება მოხმარდა შალო პაპუაშვილის ხელფასის ზრდას. აბსოლუტურად. ეგ მინდა რომ კარგად დავინახოთ. რაც გაიზარდა წინა წელს, ეგიც რომ დავაზუსტოთ 14000 გახდა. ვარ ვწდები, ხო? კი, მაგალითად მე თავმჯდომარის 16 და 14000 არის მოადგილეების მაგალითად შარშან ამ დროს ნოემბერში უკვე არ ვიყავით დეპუტატები, ხო? დეკემბერში სანამ პარლამენტი ხო. ვიყავი მე პარლამენტის წევრი. მანამდეც ვიყავი პარლამენტის წევრი, იმ მოწვევის პარლამენტში ქონდა ყველაზე მაღალი ხელფასი, ვინაიდან ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარე არის პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ყველაზე მაღალი ანაზღაურების ქონდა. 4000 ლარი იყო ჩემი ხელფასი. იქ რაღაცებს ვიყავებდნენ კიდე, დაზღვევა რაღაცებს, სადღაც ხელზე ვიღებდი 3800. აქაც ამ პარლამენტში ერთი წლის წინ ვიყავი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ანუ ფაქტობრივად იგივე ფრაქცია. ეხლა ამ თანამდებობის ტოლფასი ასე ვთქვათ პარლამენტარი, ანუ ფრაქციის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარე იღებს 14800. ანუ დაახლოებით 1 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა. რიგითი შეგაკითხვა დაგისვათ. მოდი ერთ კიდევ რიგითი დეპუტატის ხელფასი ხელზე იყო დაახლოებით 3400 ლარი. დღეს რიგითი დეპუტატის ხელზე, გამოწერით თქვა, სადაც 4000. დღეს რიგითი დეპუტატის ხელფასი არის 12800 ლარი. ეგ ხელზე. არა, გამოწერით და ხელზე გამოვაყროთ 20% და 10 მაინც გამოდის. ხო, ანუ მაინც გამოდის 3-ჯერ მეტი. კი, ნახე კითხვა მაქვს ესეთი. ხომ არ გაქვთ მონაცემი, ალბათ გექნებათ ლოგიკურად, რომ საშუალო ხელფასი და მედიანური ხელფასი რამდენია სიამოვნებაში ქვეყანაში. საშუალო ხშირად ამბობენ და მე მგონი არასწორი საზომია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ვიღაცას რო 5 მილიონია ხელფასი წელიწადში და ვიღაცას 2000 ლარი, ამასგან საშუალო გამოვიყენოთ არ არის სწორი. რომ მედიანური ხელფასი ალბათ არის სწორი ტერმინი, ხო? აი უმრავლესობას რამდენი აქვს ხელფასი, ესე რო ვთქვა. აი რამდენით გაიზარდა ეს ხელფასი მაგალითად ბოლო 4 წელიწადში დაახლოებით, თუ შეგიძლიათ გითხრათ და რამდენით გაიზარდა პარლამენტარის ხელფასი. ხო, აი მოგეთ საშუალო ხელფასი არის 2200 ლარი. საშუალო. ხო, ანუ ეს რაც ნიშნავს, პარლამენტარის ხელფასი 10000 ლარი რო ვთქვათ. და ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, საშუალო სადღაც 800 ლარი, რასაც მოქალაქეები ღებულობენ უმეტესობა 800, 1000 მედიანურსაც გეტყვით. ანუ გამოდის და ეს თუ დეპუტატებმა ეს გაიზარდეს 3-ჯერ, თანაც 1 წელიწადში. და მარტო დეპუტატებზე არ არის. მთელი საჯარო სექტორი ყველგან. აქ ზრდა მოხდა რა პროცენტებით. მედიანური ხელფასი არის, მაგალითად, ხო, დეპუტატის ხელფასი 10000, ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, დასაქმებულის 1000. საშუალო ხელფასი გამოდის 5500. ხო, 11000 გამოდის და რომ გაყო 2-ზე საშუალო გამოდის 5500. ჩვენთან საშუალო ხელფასი არაფერს აიძლევა. მედიანური ხელფასი ეს არის მინიმალურებისა და მაქსიმალურების გამორიცხვით უმრავლესობის ხელფასი, რომელიცაც ღებულობს უმრავლესობა, დაახლოებით სადღაც არის 1500 ლარი. 1500 ლარი ეს თანაც 1500 ლარი 12 წლის წინ 1500 ლარის მწყიდველობით უნარიანობა ოფიციალური სტატისტიკით ჰქონდა 700 ლარს. ანუ 2012 წელს 700 ლარი უკეთესი იყო ვიდრე 1500 ლარი დღეს. ახლა აი ამ ინფლაცია რომ არ კარგი შეკითხვა დასვით თქვენ, ვინაიდან მართლაც ფულის მასა რო იზრდება, ეს ხო ვიღაცა ხარჯავს, ანუ გამდიდრებულა ქვეყანა. მithumetes მეში ყო იზრდება, აგა 7% ამაყობენ. აი ერთი ძალიან ასე ვთქვათ კლასიკური მაგალითი. ავიღოთ ღარიბაშვილის
ასე ვთქვათ, საქმე. მას მაგიდაზე 6.5 მილიონი უპოვეს 6.5 მილიონი დოლარი. ანუ რომ დავამგვალოთ უხეშად 20 მილიონი ლარი. ასე რა მუხლი წაუყენეს, მას ეს კორუფციით არა უღიაო. მასო დეკლარაცია არ შეეძლო. მანო მან ისეთი საქმიანობა გაწია, რომელიც უნდა დაედეკლარირებინაო. მას აქვს ბიზნესებიო. ოღონდ გადაფორმებული აქვს ოჯახის წევრებზეო. და ის კი არ არისო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ძალაუფლება თანამდებობა კი არ გამოიყენა ბოროტადო. ამ ფული კი არ გაათეთრაო. არამედ თავისი ბიზნეს საქმიანობა დამალაო. და მეუსაჯეს რაღაც დაბალი და საპროცესოში და და გამოუშვებინ ალბათ 1 წელიწადში. ანუ მაინც არ გაწიოდა ბოლომდე ივანიშვილმა. სად არის აქ სიცურვიდან როგორ მივართ ფასებამდე? 20 მილიონი ლარი რომ შემოსავალი მიიღოს 38-მა მაკდონალდსის რესტორანმა 1 წელიწადი უნდა იმუშაოს. მისი ბრუნვა უნდა იყოს დაახლოებით 150 მილიონი ლარი. რომ მოგება წმინდა მოგება ეს 1500 ადამიანი დღე და ღამე უნდა ამუშაოს. რომ აი ამ რაოდენობის მოგება მიიღოს. ეს ზუსტად ვამბობ. მაკდონალდსის მოგება რო არ შემოგვედაო 6.5 მილიონი დოლარი, სადღაც 17 მილიონი ლარი იქნება. ხო, რო არ შემოგვედაო. არა. მან როცა ეს ხომ დღეს არ მიუღია. ხო, კი ბატონო. მან ხომ მაშინ იქ მიიღო, როდესაც თანამდებობაზე იყო. და მაშინ 1 დოლარი 3 ლარი ღირდა. ასე რომ 20 მილიონი. ეხლა მოდი ნახოთ და ეს ფული ბუნებრივია როგორ ზის ფასებს. მან ეს ფული ამ ფულის დახარჯვა ვერ მოასწრო სახში უდევს, რომ რამდენი აქვს მას სხვაგან, სხვის ანგარიშებზე, ბიზნესებში. ამას ერთდროს ხო დახარჯავს. სად დახარჯავს? თუ ამას და ბინებს იყიდის, უძდავქონებაში ჩადებს, მაშინ ბინების ფასები იზრდება. ანუ ფულის მასა სადღაც იხარჯება. თუ უცხოეთში გაიტანს და იქ იყიდის ესპანეთში სა. მაშინ გავა საქართველოსთან. მაშინ ამ შემთხვევაში გავა და იქ უცხოური ვალუტა გავა, ისევ დევალვაციას. ამ შემთხვევაში ქვეყნიდან უცხოური ვალუტა გავა. ვინაიდან მან შემოსავალი ხო ლარებში მიიღო და ლარებით ხო დოლარი იყიდა, მაგრამ ეს კარგი რაღაცა თქვი იყო, ეს ძალიან მაკრო თემები არ გვინდა. მოდი კონკრეტულად. ხო, აი მოქალაქეს რო პატარა. ანუ მას რომ 20 მილიონი მოგება მიიღო, მისი რაღაც ბიზნესები, რომელიც არ ვიცით რა არის და ვითომ გადაფორმებული აქვს სხვა წელიწადში მისი ბრუნვა რამდენი უნდა ყოფილიყო. წელიწადში მას 100 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია უნდა შეექმნა. 100 მილიონი ლარის. და წარმოვიდგინოთ რომ 100 მილიონი ლარიდან მან უნდა დაასაქმოს ადამიანები. შრომა არის 30% დაახლოებით. 30 მილიონი უნდა გაეცა მას ხელფასებად. და ამ 30 მილიონიდან 6 მილიონი ვიღაცებს უნდა გადაეხადა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი. ვინ არიან ეს ადამიანები? არ ვიცი, ტყუილია ეს. 100 მილიონიანი ბრუნვა არ არსებობს კახეთში, რომელიღაც ასე ვთქვათ, მის თუნდაც მას ერთვენახში. ხო, ვენახი თუ რაღაცა, თუნდაც მის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესის ბრუნვა გაეკეთებინა. უფრო მეტი, მას რომ 20 მილიონი ლარი მიიღო, მან ბიუჯეტში უნდა გადაეხადოს 15% მოგების გადასახადი. 15% ხო, თვითონ კომპანიამ ბიუჯეტში უნდა გადაეხადოს 15%. დივიდენდი კიდე 5% დაახლოებით. ესე იგი, ხო. შემდეგ მან რომ გამოიტანოს 20 მილიონი, რომელიც დივიდენდი იბეგდება 15%-ით, 5% ეს ნიშნავს, რომ მან გამოიტანა სადღაც თქვათ უხეშად 25 მილიონი და კიდევ გადაიხადა დივიდენდი, რომ ეს ფული დარჩენოდა. მოკლედ, მუშიპო უნდა შექმნილიყო აი ამ ზომის. ვერც ერთი აი ამ შემთხვევაში ეს კრიტერიუმი შეფასების ეს ფული არის კორუფციული, თუ ეს არის ბიზნესიდან წარმოებული, ბიზნესიდან გენერირებული ფულის ვერცეთ დამამტკიცებელ საბუთს ვერ იპოვებს. მე მგონი მაგაზე პასუხი გაცა ერთმა ქართული ოცნების ქალბატონმა დეპუტატმა, რომ ძალიან კარგი იქნება ბატონმა ღარიბაშვილმა საპროცესო დახმება გააფორმაო, თორე წინამდელ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სიბინძური ამოტვიტვირდებოდაო და მე მგონი ეგ არის პასუხი მაგაზეც, რომ მეტი სიბინძურის ამოტვიტვირებას თავიდან ვიცილებთ. რა ვიცი, ერთი ჭიქა სავლიოთ შეგვიძლია და მე გადავიდეთ მე მგონი ამ თემის შემდეგ ნაწილზე გაგრძელებაზე. საბას აქვს გარკვეული ინფორმაციები თავმოყრილი, რომელსაც ბატონი რომანი
გადაგვიმოწმებს. ხო, მაგრამ ის არ დაგვაწყო დღეს რომ მიდის ეს ანტისაფასო კამპანია, სუსის კამპანია და მაშინ შესავალში გეტყვით რომ უკვე ახალი ფრთოსანი ფრაზა გაჩნდა რომ ხოც ფილმი ხო გინახიათ მოსკოვის ცემლების არჯერა. ო. აი ასია ფასებს სუსის არეშინია. აჰა. არეშინია იმის გამო რომ რაც კი სუსი შევიდა აი ამ სუპერმარკეტებში ერთ თვეში სურსაძე ფასები გაიზარდა 2.19%-ით. აი გუშინ ვიყავი საღამოთი ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში, სადაც სისტემატურად დავდივართ ხოლმე. ბევრი არ გვაქვს საქართველოში ქსელური მაღაზიები, არც ძალიან ძვირი არჩი და არც შეიძლება ძალიან იაფი. საშუალო მაღაზიაში და აი ესე თან ტელეფონი გახსნილი მქონდა ვსკროლავდი და უსმენ ბატონი ესე იგი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ რომ ესე იგი ფასები უნდა შემცირდეს, ამაზე ვმუშაობ და ტელეკომპანია იმედზე მომზადებულ სიუჟეტს რომ ხალხი გძნობს უკვე ფასების შემცირებას და თან გახარ დახლთან და უყურებ რომ რაც ღირდა 2 თვის წინ ცოტა მეტია რაღაცები კიდე უფრო მეტი. ანუ ეს არის საოცარი ილუზიის შექმნის მცდელობა რომ ადამიანი თავის თვალით რასაც უყურებს, ყურში ესმოდეს ამის საწინააღმდეგო, რომ თვალმა ვეღარ დაინახოს. ალბათ აქ პროპაგანდას ესეთი ეფექტი. ეგ არის 1984-ში რო წერია, რომ პარტიის ბოლო და მთავარი მესიჯი რა იყო, რომ არ უნდა დაეჯერებინათ მოქალაქეებს თვალებისა და ყურების, უნდა დაეჯერებინათ პარტიისთვის, ეს იყო პარტიის მთავარი და ბოლო. კიდევ ერთი საინტერესო რაც მოვისმინეთ განცხადება იყო, რომ სამწუხაროდ ეს მუშაობს. აპრილის ბოლოსო დაასრულებს ეს კომისია მუშაობას და აპრილის ბოლოდან იქნება შედეგებიო და ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა და მეგობარმა იხუმრა, რომ ძირთადად ბოსტნეულზეო ალბათ, იმიტომ რომ გაზაფხული იწყება და რაღაც პროდუქტები ბუნებრივია გაიაფთება, ხო? ეხლა ბოსტნეული გახდება უფრო იაფი. და საინტერესო ის არის, როცა ლაპარაკობენ, რომ აი ბიზნესმა უნდა გააიაფოს რაღაცეები. რაც ეხლა მე საერთოდ არ ვარ წინამდე გიგნებ რამე გააიაფოს, მაგრამ ჩემთვის არის ტიპიური მაგალითი პლანტა. რომელიც აწარმოებს ბოსტნეულს და არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი საქართველოში. გადავამოწმე კიდევ ერთხელ და სხვადასხვა კვლევებით ჩანს, რომ ამ კომპანიის უკან დგას პირადად ივანიშვილი. ხო, მაგრამ რატო არ იაფთება პლანტას პროდუქცია? ეს მარტივი კითხვა მაქვს. თუ კი ბიზნესმა უნდა გააიაფოს პომიდორს, რომ მიდიხართ და ყიდულობთ მაღაზიებში. პლანტა არის ივანიშვილის მეუღლის სახელზე დარეგისტრირებული კომპანია. ხო, ნუ მის უკან ესე ჩავთვალე, ის ოჯახია. არის ათბური და აწარმოებს კიტეს და პომიდორს. წვანილებსაც, ხო, ბევრ სხვა რამეს, ბულგარულ წაკას, ბევრ რამეს აწარმოებს. ყველაზე ძვირი არის სუპერმარკეტებში. აი, რატო არ იაფთება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კომპანიის პროდუქცია, თუ კი ბიზნესმა უნდა გააიაფოს. ივანიშვილი რატო არ აიაფებს ხალხს, იაფად რატო არ აჭმევს ხალხს? ხო, ეს ძალიან მარტივი რაღაცა. სინამდვილეში, რასაც ვიღებდით, მე აი ვიდეოებსაც უყურებდი, ამ დღეებში გადავხედე ძველ ჩანაწერებს, ხო, იაფ ფულთან დაკავშირებით, რასაც ვისმენდით, თქვათ, ბატონი ივანიშვილისგან. ეს იყო ესე იგი სოფელს 5 მილიონი. ხო, ფაქტობრივად ესე იგი უპროცენტო სესხის ამბავი, ხო, გახსოვდა. გაზი, წყალი და რაც მივიღეთ სინამდვილეში არის არა უფასო, ანუ უფასო ფული კი არ მივიღეთ, გაუფასურებული ფული მივიღეთ საბოლოო ჯამში და გაძვირებული ცხოვრება. ეგ არის მოცემულობა. ანუ ხალხი დიდი მოლოდინი იყო იმისა, რომ რაღაცეები იქნებოდა სხვანაირად და მივიღეთ იმის საწინააღმდეგო. ხო. და ერთ-ერთი რაც ამ ყველაფერზე იმოქმედა, წახან ვახსენეთ, ეს არის რომ ხელისუფლება შეიძლება ვიღაცებმა იკამათონ, რომ ყველა ესე ვთქვათ, ფაქტორს შეიძლება ხელისუფლება ვერ აკონტროლდეს ფასებთან მიმართებაში. შეიძლება იყოს რაღაც ფაქტორები, რომელიც მის მიღმა არის, ხო? მაგათაც საერთაშორისო აი უკრაინაში ომმა გააძვირა ხორბალი, რაღაცა ეგეთი რა. მაგრამ არის რაღაცები, ხო? არის რაღაცები, რაც უშუალოდ მთავრობის კონტროლის ქვეშ არის და აი მაგისი მოძებნა გვინდოდა პრინციპში აი გუშინ დავსხედით და ვეძებდით და შევადარეთ რაღაცა სახელმწიფო სერვისების ფასები ზუსტად 4 წლის წინ რამდენი იყო აი ერთი საარჩევნო ციკლი რო ავიღოთ 2022 წელს 2026 წელს და ამოვიწერეთ მაგალითად პირადობა რომ გაეკეთებინა ადამიანს ღირდა 30 ლარი, ეხლა ღირს 60 ლარი. ზუსტად გავორმაგდა. პასპორტი ღირდა 100 ლარი, ეხლა ღირს 150 ლარი. ხო? ქორწინების და განქორწინების მოწმობებიც 1.5-ჯერ არის გაზრდილი 50-დან 75 ლარამდე, იპოთეკის მოწმობა თუ დაჭირდა ადამიანს 75 ლარი ღირდა, 150 ლარი ღირს ახლა. ქონების რეგისტრაცია ღირდა 55 ლარი, გახდა 150 ლარი. ეს ორჯერ და მეტჯერ არის კიდევ უფრო გაძვირებული. აი მანქანის რეგისტრაცია, მანქანა იყიდა ვიღაცამ ღირდა 100 ლარი, გახდა 200 ლარი, გაორმაგდა. აი გასაგებია რომ კიტრს და პომიდორზე რომ ლაპარაკობთ, იქ დენის ფასი შეიძლება გაიზარდოს რაღაცა დისტრიბუციის რაღაცები, წყლის ფასი და ასე შემდეგ, ხო? მუშახელის ფასი, მაგრამ
აი პასპორტის დაბეჭდვას, რაღაცა ცნობის გაცემას, ორჯერ მეტი და 2.5-ჯერ მეტი ფული რაში უნდა ჭირდება? ძალიან კარგია. ერთ დავამატებ კიდე თუ შეიძლება ბატონ სანამ გადახვდეთ პასუხს. თანაც ისეთი იდეა დამებადა, რომელიც არაზუსტ არ მithkoms და არც მიფიქრია, და ამ თემებზე რომ გავორმაგდა მეც ვსაუბრობდი, ნედან თუ ფასებმა მოიმატა ორჯერ დაუშვათ აი ამ სურსათის სექტორში, მაშინ რატომ მოიმატა ორჯერ იგივე სახელმწიფო მომსახურების სექტორში, რატომ მოიმატა თუნდაც იგივე სამრეწველო პროდუქციის ფასებმა, ცემენტი იქნება, ეს თუ რკინა, ბეტონი და არმატურა და შემდეგ. ანუ როდესაც ფასები ყველგან ორმაგდება, ამ შემთხვევაში ამაში დამნაშავე არის ხელისუფლება და არა ის სეგმენტი, რომელიც ბიზნესი, რომელიცაც თავისი ცოდვა აქვს. იგივე სუპერმარკეტები, ავტოიმპორტიორები და სამედიცინო სფერო და ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ სხვა იდეა დამებადა ამ თქვენი იმიდან, ასე ვთქვათ, რეპლიკიდან. ჯერ თქვენ და მე მინდოდა დამემატებინა ერთი ნაწილი, მე გადავამოწმე, ყველაფერი არ იყოს სულად ხელმისაწვდომი, მაგრამ ტენდენციისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. ჯარიმები ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი ზრდა. ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა. ავტობუსის ჯარიმაც ეგრე. ხო, ანუ და რა გადავამოწმე, სამართალდარღვევების რაოდენობაზე მოქმედებს თუ არა ეს? ანუ შემცირდა თუ არა სასჯელის გაზრდით და მოახდინა თუ არა პრევენცია ან თავიდან აცილება და სტატისტიკა დიდად შეცვლილი არ არის. ანუ რაოდენობრივად სამართალდარღვევები იგივე რაოდენობის ხდება დაახლოებით, ანუ ეს არ არის ისეთი რადიკალური შეცვლილი, მაგრამ სამაგიეროდ 5-ჯერ მეტი ფული ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგჯერ 2-ჯერ მეტი, ზოგჯერ 3-ჯერ მეტი შეედინება ბიუჯეტში. ანუ ადამიანებს ჯიბიდან აცლიან, ეხლა ჯარიმაც ხო რა არის? შენი ფასია რა საციხე ტრანსპორტირებისთვის. ხო, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც არ შეიძლება დაარღვიოს. არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ადამიანები რაღაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას გაუფრთხილებლობით არ ჩაიდნენ. მე ვლაპარაკობ განზრახრო რაღაცებს აკეთებენ. განზრახვაზე რო ვილაპარაკოთ რა, აი ავტობუსის ჯარიმის ამ უბილეთოდ მგზავრობის ამბავი. მე რო სტუდენტი ვიყავი, მაშინ გირდა 10 ლარი. უბილეთოდ მგზავრობის ამბავი, მაშინ პირველად ინერგებოდა ეს ამბები. ეხლა თუ სწორად მახსოვს გირს 50. შეიძლება უფრო მეტია, 50 იყო ბოლოს რო შევამოწმე რა, მაგრამ მაშინაც ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც ვიღაცებს ავიწყდებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ არის მნიშვნელოვანი სეგმენტი ჩვენი მოსახლეობის, ვისაც უბრალოდ არ შეუძლიათ თუნდაც იმ 50 თეთრისგან 1 ლარის გადახდა. ეგ კიდე უკეთესი მაგალითი. და მაგისი ფასის გაიზარდა ისე 1 ლარის. მაგრამ ტრანსპორტის ამბავი არის, შეიძლება გითხრათ 50 თეთრ როგორ არ აქვს, მაგრამ მაგალითად კვლევით, რომელიც ბატონმა ჩატარებულა, თბილისში 5-ჯერ ნაკლები პარკირების ადგილია, ვიდრე საჭიროება. ვინ არის პარკირებაზე პასუხისმგებელი? მერია ვერ აგვარებს ამ პრობლემას წლებია, მაგრამ ჯარიმა გაახუთმაგა პარკირების წესის დარღვევაზე. ანუ მერიის მოქმედების მერია არ გიკეთებს პარკირების ადგილებს, მანქანები ვიცი თუ არ დიდი რაოდენობით თბილისში და შენ თუ კი მანქანას აყენებ პარკირებაზე, ჯარიმა გაგიხუთმაგა. ანუ 10 ლარი ღირდა, გახდა 50 ლარი. ეს არის ნამდვილში ფასების დაზე რო ლაპარაკობთ, ეს ფასია ბატონ რომან ბევრი მომივიდა, ეხლა თქვენთან გადმოვა ესტაფეტას. ახსნა ასეთი ექნება, რომ იმას ხელფასი მოუმატეთ, იქ რომ ის რა ქვია, პოლიციელებს ხელფასი მოუმატეთ და დანახარჯები გაიზარდა, შუქი გაიზარდა. ანუ ეს აძვირებს ცხოვრებას. ის რომ უმატებს ხელფასს. წყალი გაიზარდა. აი აქ ჯარიმა რომ გამოგწეროთ, მე ვიდეო კამერები უნდა დავაყენო და ვიდეო კამერა თუ 2 წელი ჟღერდა 500 ლარი, ახლა 1000 ლარი გამიხდა. და ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა, პოლიციელი ხომ და დადიოდეს, ანუ რეალურად ამით იმის დამტკიცება შეიძლება, რომ ფასები იზრდება არა მარტო ვიღაც თაღლითების და მავნებლების და რაღაც შეთანხმებების გამო, თუმცა ფასების რაღაც სექტორში ესეც მოქმედებს, არამედ ფასები იზრდება თავრობის და ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგად. ან მიზანმიმართული პოლიტიკის შეიძლება ესე ვთქვათ. მიზანმიმართული მაშინ ხდება, როდესაც კიდევ სარგებელი, მაგალითად ფასები რატო იზრდება, ეს არის წარმოუდგენელი რაც გააკეთეს, მაგალითად იმაზე არმატურა რუსეთის მეტალურგიულ ქარხანა ეკუთვნის როხაძეს ეკუთვნის. რა გააკეთა როხაძემ? ბიზნესი ვერ აწარმოა კარგად. ქარხანა გაკოტრების პირას მიიყვანა. დიდი დანახარჯები აქვს. თუმცა რა ეფექტიანი ხარ და გააქვს დიდი დანახარჯები და მათ შორის ამაში ხელისუფლების დანაშაულიც არის, იგივე თუნდაც ბევრი რამ. და რას აკეთებს? ადებს ფასს მაღალს თავის არმატურაზე, რომ როგორმე გაყიდოს, სხვამ ვერავინ ვერ შემოიტანოს და იძულებული იყოს სამშენებლო ბიზნესი, რომ
მისგან იყიდოს ეს არმატურა, როგორმე მოგება ნახოს და ხელფასები გადაიხადოს და საქონელი გაყიდოს. და მაგ გაძვირებას იხდის საბოლოოდ ბინის მყიდველი ადამიანი, რომელიც ამ არმატურის ფასს იხდის თვითონ. უკვე მშენებლებს როდესაც ღია ეკონომიკაში ხარ. ხო, მე როცა დოლარი მაქვს, მე შენ ეკითხო მთავრობას, მე გამოიმუშავე ჩემი ლარი დოლარს ვიყიდი და წავალ და მაშინ ვიყიდი ინდონეზიაში, რასაც მინდა ჩემი ფულია, რატომ მიდებ მე შენ ბარიერებს. და ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ასე ვთქვათ, წინ მიდის ბევრი ფაქტორის გამო. და შემოქონდა იაფი ხარისხიანი ირანული არმატურა. და ამ შარშან თანაც ეს კანონდარღვევა რაღაც ხრიკებით, ვინაიდან ბაჟი რო დაეწესებინათ, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი. მათ დროებითი რაღაცა ზომას მიმართეს, მაგრამ ხო იცით, ეს დროებითი ეს მუდმივია და ჩაწერეს, რომ ირანულ არმატურაზე გადასახადი მოსაკრებელი ტონაზე $400. აი წარმოგიდგენიათ? ამით ირანული იაფი არმატურას რომ უმატებ $400 ხდება 1200 რა. 1200 ის იმაზეც ვირი ხდება, ვიდრე რუხაძის მიერ ისედაც გაძვირებული არმატურა და ამ შემთხვევაში ის გაძვირდა $400, ეს არის 25%. არმატურას საიმპორტო ფასს თუ დაუმატებ $400, ეს არის 25%-ით ასე ვთქვათ, ფასნამატი, ასე ვთქვათ, 25% და ეს რუხაძეს აძლევს საშუალებას, რომ ის იყოს ძვირი, ეს იყოს იაფი და თავისი ასე ვთქვათ, ეს ბიზნესი აწარმოოს. პროდუქცია გაყიდოს, ეს უძლებს ყველას. ჩვენი ჯიბეებიდან იღებს. ხო, აი ეს მარტივად რო ვთქვათ, ვინ გააძვირა უძრავი ქონება ახალი, გააძვირა რუხაძის სასარგებლოდ ივანიშვილის პარლამენტმა. და ვინმე სულ არ იგონოს აქ, რომ აი ეს ფული შევიდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და რაღაცა და აი ხო მუშაობს მაინც და შრომელებს მისდით რაღაც ხელფასები და ასე შემდეგ. გაფიცულია ეხა ის ხალხი, იმიტომ რომ იმათაც არ უხდის ხელფასს და იმათაც რაღაცას საწოდავ პერიოდში ეხლა დღეს რა ხდება ცემენტის ბიზნესში? გერმანიის ელჩმა თქვა შარშან მინიშნებით გააგდეს ჰაიდელბერგ ჩემეტი ძალიან სოფლი გერმანული კომპანია. იყიდეს მთელი ჰაიდელბერგის 100% რუხაძემ და ივანიშვილმა. საქართველოში არის ყველაზე დიდი ცემენტი. ჰანიველი ქვია. ხო. ეხლა ჰანიველ ცემენტი. და იყიდეს ყველაზე დიდი არის კასპში, შემდეგ რუსთავში და პატარა ფლოტში. მოსპეს პატარ-პატარა ცემენტის წარმოებები ზოგი ადმინისტრაციულად თითი დაუქნეს და დახურეს. ზოგი კიდე ძალიან ეკოლოგიური რაღაც საბაბებით ზოგმა კონკურენციას ვერ გაუძლო, ვინაიდან ფასი მაღალია. ჩაკეტეს სომხური ცემენტი შემოტანა ასევე. და თელს საქართველოს ასე ვთქვათ, ამარაგებს მხოლოდ ვიზინა ივანიშვილი, მაგრამ სამშენებლო სექტორი უფრო სწრაფად ვითარდება და საჭირო და თანაც კანონით კი არ არსებობს ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონი. არასდროს ანტიდემპინგური კანონით არ ჩაუკეტიათ არც ირანული არმატურა, არც ირანული ცემენტი, არც თურქული ცემენტი. ეს პროცესი რომ დაიწყო, ვერასდროს ვერ დაამტკიცებს შენ, რომ თურქეთში ისინი თურქულ ცემენტს აქ თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან. სისულელია ეს. შეუძლებელია და რას მიმართეს სიტყვიერად გააჩერეს ყველაფერი. თურქული ისინი აქვია ცემენტი, ირანული და ასე შემდეგ, მაგრამ ვინაიდან უკვე ცემენტი ორჯერ მეტია საჭირო, ვიდრე ივანიშვილის აქ წარმოების რესურსი. ეხლა ეს შემოდის ეხლა. ოღონდ კონტროლდება საბაჟოზე და არავითარ შემთხვევაში არ მოგცემენ უფლებას, რომ თურქეთიდან იაფი ცემენტი შემოიტანო, ან თუნდაც იგივე სომხეთიდან. ის არ უნდა იყოს იმაზე იაფი, რომ ივანიშვილს და რუხაძეს თავისი ცემენტის რეალიზება გაუძვირდეს. ხო, ეხლა მოდით ერთ თემას შევეხოთ, ეს რატომ არის საინტერესო თქვენი მიგნება. და ეხლა პირველად ასე ვთქვათ, მომყავს ეს როგორც არგუმენტი. პირველი, ჩვენ როცა საუბრობთ რაღაც საკითხებზე, ფასებზე, ვეყნობით საქსტატის მონაცემებს. საქსტატი აყალბებს ინფორმაციას. საქართველოში ფასები მოსნების პერიოდში ორჯერ კი არ გაიზარდა. გაცილებით მეტჯერ გაიზარდა და ამას ამტკიცებს ასე თქვენ ახლა ამბობთ. ფასები ამ სექტორში გაორმაგდა 4 წელიწადში. მაშინ რატომ არ შეგვიძლია ასევე ვამტკიცოთ, რომ ფასები გაორმაგდა ხორცზე, ფეხსაცმელზე, ნემსზე და ყველაფერზე, იმიტომ რომ ტარიფების კონტროლი არის ძალიან მარტივი. ტარიფები ბევრი არ არის. ჩვენთან რა არის? რეგულირებული ტარიფი არის 303. ამის კონტროლი შეუძლია. დენი გაზი წყალი დამთავრდა. აქ სუსი რო შედის, სუსსაც არ შეუძლია, მაგრამ ჯანდაბას არ მობილური ტარიფი კიდე არა, მობილური არა.
და ასევე იმის ტარიფები რა ქვია ზედაზღვარი ოღონდ ტარიფი არ არის ჯარშან მიიღეს ცალკეული სახეობის მედიკამენტების ზედაზღვარი ეს პირდაპირი კონტროლი არის რეფერალური ფასები ქვია და პლუს მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს პოტის კომუნიკაციების კომისიას არ აქვს უფლებამოსილება, როგორც მე მგონი სწორად ვარ მახსოვს ვერ დავდებ თავს ამ მობილური ინტერნეტისა და მობილური Excel-ის მომსახურების ზედაზღვარი ტარიფების მე მგონი აქ თუ არ ვწდები შემოვწდები ხო არა არსებობს. ხო ეს არის ბუნებრივ მონოპოლიებზე ვლაპარაკობ და გასაგებია რატომ. მაგრამ თვითონ საცალო მაგზალში ანუ მობილური ტარიფის გაზრდა და დაკლების უფლება აქვს სამივე კომპანიას თუმცა გადავამოწმებ. ხო მეც არ მახსოვს ზუსტად. და კიდე მუნიციპალური ფასები მაგათაც მეტრო. მაგათაც საზოგადოებრივ ტრანსპორტი. ამის კონტროლი შეუძლია მთავრობას. დანარჩენი უნდა აკონტროლოს ანტიმონოპოლურმა სამსახურმა. ამიტომ არის ამა უკანონო და დანაშაულებრივი თუნდაც სუსის მიერ ფასების კონტროლი. და ვინაიდან სუს მაშინ შეუძლია ობიექტების შესვლა თუ სისხლისამართლის საქმე არის აღძრული ან დანაშაულების ნიშნებია ისეთ საკითხებში როგორც არის მაგალითად რაღაც საბოტაჟი ან თუნდაც კარტელური გარიგება, მაგრამ მისი საქმე არ არის. ეს ანტიმონოპოლურმა უნდა შეისწავლოს. თუნდაც რაღაც ისეთი გარიგებები, ან ისეთი მაქინაციები, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ხო, მაგრამ ისე რომ დაუბრუნდეთ, ყველა ინფორმაცია არის გაყალბებული. მათ შორის მშპ-ს მაჩვენებელი. ახლა ფას რომ დაუბრუნდეთ. თუ და ტარიფები არის მარტივად შესამოწმებელი. რაც ახლა თქვენ შეამოწმეთ. ძალიან ადვილია გაიგო პასპორტი რაგერ დაახლა და რაგერ 4 წელს. ან მძღოლის მოწმობის აღება, ან რომელიღაცა დაუშვათ კინოთეატრებში ბილეთი რაგერ და თუმცა ეს კერძო სექტორია, მაგრამ ანუ სახელმწიფო მომსახურების ტარიფების კონტროლი კი არა, დაკვირვება, ასე ვთქვათ, მონიტორინგი არის უმარტივესი. ისევე როგორც დავუშვათ სახელმწიფო რკინიგზის ასე ვთქვათ ბილეთის ტარიფები. ხო, არის რაღაც სეგმენტი, სადაც რეალურად ვერ გააყალბებ ჩანს. თუმცა სტატსტატმა შეიძლება რაღაც ეშმაკოს და აი მეთოდოლოგია ისე დაალაგოს, რომ ვერაზოს ვერ გაიგებ როგორ გააკეთა, მაგრამ ახლა ეს მაგალითი ჩვენ უკვე ექსპერტული დასკვნის საშუალებას გვაძლევს. საშუალებას ვეძებდი საქმეად ეს ვებგვერდზე და ძველად იყო ხოლმე ეს ანუ დოკუმენტები ჩანს რო იყო და აღარ არის, რა იყო ფასები. და ეხლა არის არა ფასები, არამედ ეხლა გიჩვენებს პროცენტები. ანუ შენ თუ კი არ იცი რა იყო სადღაც ფასი, ამ პროცენტს ვერ თვლი რა, ძალიან გართულებულია რომ რიგითმა მოქალაქემ ეს იოლად ვერ იპოვოს. ამ შემთხვევაში რაც გვეხმარება არის ის რომ ანუ სახსტატი შეიძლება რაღაცებს მართლა მალავდეს და ასე შემდეგ, მაგრამ სახელმწიფო სერვისებზე ფასები რო ჩანდეს, ეგ ჯერ ერთი კანონქვემდებარე აქტებშია და მათ შეუძლია მოიძიოს ვისაც უნდა და ნეტგაზეთსაც ჰქონდა ამაზე გადასარევი სტატია და იქაც შეუძლია. ძალიან სწორი მესიჯი ჰქონდა, ლელოს ჰქონდა როგორც მახსოვს პოლიტიკურ პარტიას, რომ გავიგეთ რომ კობახიძეს უნდა ფასები შემცირება, ხო ამას ლაპარაკობს. ხოლმე შეუძლია ყველა შეამციროს. აი აგერ რა საუბრობთ აგერ. თუ კი მართლა უნდა ხალხს გაუიაფდეს ცხოვრება, აი რამდენ რამეში შეიძლება ფასები შემცირდეს ხვალვე. ჯარიმები, მოსაკრებლები, ნომრის აფასური, ეს რა ჩამოთვალეთ, საჯარო რეესტრი, სამოქალაქო ყველაფრის შემცირება შეუძლია. ყველაფრის. ერთი მაგალითი. იუსტიციის სახში და აი ამ სერვისში ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე მიდის. ასეულ ათასობით მათ შორის პენსიონერები და დაბალ შემოსავლიანები. მე არასდროს არ ვარ სუბსიდირების მომხრე, მაგრამ შენ შეგიძლია ლოგიკა რა არის მთავრობის დანახარჯები მეზდება და ზარალზე რატომ უნდა იმუშაოს იუსტიციის სახლმა. მე როცა ამ ფულის ამოღება მე შემიძლია მოქალაქეებისგან მას პასპორტი ჭირდება, პირადობისმოსა ჭირდება. ის არის გარდაუვლად მიბმული იმ სექტორში, რომ სადაც ნებისმიერ ფულს გადაიხდის, როდესაც კი ჭირდება. და იგივე თუნდაც ყიდა-გაყიდის ოპერაციები, უძრავი ქონების იქნება და ასე შემდეგ. და ამიტომ მათ შეუძლია მას ნებისმიერი ფასი დაადოს, მაგრამ ვერ აწევენ ბოლომდე იმდენად რომ ამან პროტესტი გამოიწვიეს, თუმცა იმ ზომით არის ფასები, რაც სხვა სეგმენტში ფასები მატულობს. მთავრობა შეუძლია დაასუბსიდიროს. რა უნდა ალბათ მაქსიმუმ დამას დაჭირდება წელიწადში 5 მილიონი ლარი. როდესაც მთავრობა 270 მილიონი ლარის სუბსიდირება გაწია წელს პოლიტიკური ნიშნით და მოსახლეობა და უთხრა მე ვენახეებს, ჩააბარეთ რაც გინდა, ტოტები, დამპალი ვენახი. მოდით და მოიტანეთ ამაში ფულს მოგცემთ. მე ამ თქვენს ნაგავს, ასე ვიტყოდი. შევიტან სახელმწიფო
იმის რა ქვია, ქარხნებში და გამოვხდის სპირტს. ამ სპირტის გამოხდაშიც მილიონები უნდა გადავიხადო. მე ამ სპირტს დააგროვებს 10 წელი იქნება მარაგში, როგორც მაშინ მოხდა. შევარდაძეს და წინა აქეთ ვარდების რევოლუციის ხელისუფლების დროს ნაგროვების სპირტი ასეული მილიონობით სუბსიდირება მოხდა ამ წლებში. 6 თუ 8 მილიონ $ლარად იყიდა ივანიშვილის ძმამ ადიკო რაც ქვია. ამას და არ მიცე 270 სუბსიდირება. აქეთ ხილის სუბსიდირება, იქით უხარისხო მანდარინის. პირდაპირ ასე წერია. ხარისხიანი მანდარინი იყიდებაო და უხარისხო არ იყიდებაო. უხარისხო ვაშლი, ამიტომ უხარისხო ვაშლის და უხარისხო მანდარინის ჩაბარებაში სტიმულს მოგცემთ. აბსურდია, მაგრამ აგერ მიეცი 260 ჯანდაბას მე ვენახეებს და 10 მილიონით ეს სეგმენტი დააფინანსე. დაასუბსიდირე, სადაც ყოველთვის შეხება უწევს ადამიანებს განსაკუთრებით თუ მოცულობას გავიანგარიშებ მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენას. ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის ეკონომიკურად, ანუ ისედაც დანაზოგს ვერ აკეთებენ ამ შემდეგ მათი ნაშოვნი ფული ისედაც უკამბრუნდება ეკონომიკაში, მაგრამ ეგ სხვა ეკონომიკური თეორიის ნაწილია. კორუფციის კიდევ ერთი მაგალითი გავიხსენოთ. ძალიან პოპულარული ხდება საქართველოში, სტატისტიკას უყურებდი დაახლოებით 1 თვის წინ 900 მილიონი გავიდა ერთ წელიწადში 2025 წელს საქართველოდან ონლაინ შოპინგისთვის გარეთ. ანუ ეს არის 30% უჭირავს თემუს. ამაზონსაც იქნება. ხო, დანარჩენი ამაზონი, eBay და ესე შემდეგ. ხო, ბევრი ტაობაო და ესე შემდეგ. ну რატო ხო? იმიტომ რომ ბევრ პროდუქტს ადამიანები იქ ბევრად იაფათყიდულობენ, ცხადია, იმიტომ რომ იქიდან ჩამოტანილი პროდუქტების დიდ ნაწილს თემუდან ლიმიტი გაქვს, რომ 300 ლარზე მეც ვერ იწერო, გამბაჟებას არ დაექვემდებაროს და იაფად იყიდოს მოქალაქემ. ну ეს მესმის რომ ცალკე თავის მხრივ აღებული შეიძლება პრობლემას უქმნიდეს კონკურენციას ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ თუ კი რაღაც მსგავსი ქსელი არსებობს ქვეყანაში, მას გამბაჟება უწევს ამ პროდუქტის რომ გაყიდოს და ეს შეიძლება ცალკე საკითხი ამაზე არ ვიკამათოთ, მაგრამ ჩემი უფლება ჩემ ფულს არ დავხარჯავ. აქაურ ნაწარს ვიყიდი თუ თემოდან შემოვიტან. ეს არის კი, მე არ გეკამათებ. არა, ეს არის ასე ფუნდამენტური, ასე ვთქვა. კი, ოღონდ საკითხი საკამათო არის ხოლმე ესეთი, რომ თუ კი მე ჩინეთიდან ჩავმაქ პროდუქცია და ჩინური მაღაზია ჩინეთში ყიდის, მე 100 ლარის რომ მოყიდო, ის გამბაჟებული უნდა მქონდეს და იქიდან გამბაჟება არ გიწევს და იაფია და კონკურენცია შეიძლება არ იყოს ჯანსაღი. ეს არსებობს ეს მოსაზრება, ოღონდ სწორი რა არის, ეგ ცალკე საკითხია. ოღონდ ჯანსაღ კონკურენციას არ უნდა თხოვდე მთავრობას, რომ ტარიფები დაუწესოთ და საბაჟო გადასახადები. არა, ხო მე არ ვკამათობ. ჯანსაღი კონკურენცია სხვანაირად უნდა შექმნა. კი, სხვა რამეს ვამბობ, ნახეთ, სხვა რამეს თქმა მინდა. ესე იგი 300 ლარი არის ლიმიტი, როცა ვალუტა თუ შევხედავთ ინფლაციის მაჩვენებელს, რაც ბატონი რომანი საუბრობდა. ხო, ანუ დაახლოებით ორჯერ გაუფასურდა, რაც იყო 10 წლის წინ დაახლოებით. ესე რო ვთქვათ. და 10 წლის წინ რაც იყო 300 ლარი, რისი გამბაჟებაც არ გიწევდა, ეხაც არის 300 ლარი. ეხლა ადამიანს რო გინდა რომ რაღაც ცოტა უკეთესი გამოიწერო რომელიმე უცხოური საიტიდან 300 ლარი უნდა გამბაჟდეს და გეუბნებიან რომ არა ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ანუ დაახლოებით 900 მილიონი პროდუქცია რო შემოვიდა და ისარგებლა ვინც ყველაზე მოწყვლადია შეიძლება იმ ადამიანმაც, იმიტომ ყველაზე იაფათწილობს იქ იპოვოს და ელოდოს და ქნას, მათ არ შეუძლიათ უკეთესი იყიდონ. მაგრამ შეუძლია ერთ ადამიანს მივიდეს და თქვას რომ მე უნდა შემოვიტანო 500 მილიონის ქონება საქართველოში. ნახატები და რა. ამაში კარგი კი არ უნდა გადავიხადო. ელიტური კორუფცია რა არის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შენი ჯიბიდან იღებს 18-ს, როცა ყიდულობ წყალს, როცა ყიდულობ ასანს, ამაზე იღებს 18-ს შენი ჯიბიდან. მაგრამ მეორე ადამიანი, რომელსაც 500 მილიონი შეუძლია შემოიტანოს ქვეყანაში, მას ეუბნება რომ შენგან არაფერი არ მჭირდება. ელიტური კორუფცია. ეს ადამიანი ვინ არის სახელმწიფო ყველა მიცით ბატონ ივანიშვილზე ვსაუბრობთ. და ელიტური კორუფცია სხვა რა არის? თუ არა ეს, როცა შენ შეგიძლია მთელი საკანონმდებლო ორგანო აქციო შენი პირადი ქონების ინტერესის მსახურად. ნუ ხალხისთვის როცა ამბობ რომ აი კანონია და კანონი უნდა კანონობდეს, მაგრამ შენ როცა გჭირდება შენთვის პერსონალურად წერ ისეთ კანონს, როგორიც გაგიხარდება. ხო, ერთ ადამიანზე მორგებული კანონი. ესე იგი, რა არის ეს ფასები არის, თავისუფალი ფასები არის ეკონომიკის, ასე ვთქვათ, მთავარი გული თუ შეიძლება ასე ვთქვას და თავისუფალი ვაჭრობა. კი ბატონო. ეს არის ის, რაც ქვეყანაში ქმნის სიმდიდრეს, პროგრესს და ფასი იმდენად, ასე ვთქვათ, მრავალმხრივი მოვლენაა, რომ ნებისმიერი თემა უკვე მაინც ფასებამდე მივიდა. სად ოფშორების კანონი, ხო? ახლა რასაც თქვენ ყვებით. და ოფშორები ივანიშვილის მიერ უფასოდ შემოტანილი ეს საქონელი ქონება გადმოფორმებული აქვს უფასოდ გადასახადებიდან გათავისუფლდა მთელი მისი სასტუმროები 2030 წლამდე
და რა თქმა უნდა ეს კონკურენციას ვნებს და როდესაც ერთი სასტუმრო იხდის დაუშვათ DGG-ს 18%-ს და ან იმის იმპორტისას ან მაგალითად ქონების გადასახადს თავისი აქტივების 1% და ივანიშვილის სასტუმრო არ იხდის უცბად ფასი სხვადასხვა იქნება ამ სასტუმროში ვიდრე დაუშვათ მარიოტში ვიდრე ივანიშვილის სასტუმროში პარაგრაფში ყველაფერი რასაც ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ და იმდენად შორი თემებია რომ გაგვირბის თემები ყველაფერი კონცენტრირდება ფასში და ახლა რო არ გაგვიქცეს ეს თქვენი ძალიან კარგი მიგნება საქსტატი აყალბებს როდესაც ვამბობთ თუ სახელმწიფო მომსახურების ტარიფები გაორმაგდა რაღაც ვადაში 4 წელი იქნება თუ 6 წელი ზუსტად ასევე ორმაგდება იმ სფეროებში სადაც კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ საფუძველი არსებობს ფასების დისა მაგალითად პანდემია მაგალითად უკრაინაში ომი ან რაღაცა ნავთობის კრიზისი სადღაც ან რაც გავლენას ახდენს ამ სფეროებში კი ან ხორბალი გაიზარდა დაუშვათ და პურის ფასზე გავლენას ახდენს ან რუსეთიდან შემოგვა ხორბალი და მივევით რუსეთს და უბრალოდ რუსეთმა რაღაც პერიოდში აგზალა ხორბალის ექსპორტი ისევე როგორც ნავთობპროდუქტების მზანაწარმის ექსპორტი ანუ უფრო მეტი ასე ვთქვათ შესაძლებლობები კი არა მithom მეტი ასე ვთქვათ მიზეზი არსებობს ალბათობაც და ალბათობა თავისუფალ ასე ვთქვათ ბაზარზე ფასების დისა ვიდრე სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ფასების დისა მაგალითად შუქი წყალი და გაზი პოლიტიკურად იზრდება გამოაცხადეს ახლა გავზრდითო და მე გადადეს 3 თვით ინაიდან სხვა საქმეები ქონდათ მათ აი მაგალითად იგივე დაჭერები დაიწყეს იგივე დავშოთ უნივერსიტეტების შეერთება და რაღაცები და თქვენს მოდი გადავდოთ ახლა მოსახლეობა არ გავაბრაზოთ მაგრამ მაინც ტარიფს მაინც ავწევთ ანუ სახელმწიფოს შეუძლია დაამუხრუჭოს თუნდაც რაღაც საზიანო ქვეყნის რაღაც ეს არ არის მარტო გადასახადის ამ სახით აი მე გავიხსენებდი ბატონ რომანს ემახსოვრება და არწმუნებია მაყურების ნაწილმაც გაიხსენოს რამდენიმე წლის წინ იყო თუ გახსოვთ აკრძალეს შეზღუდეს რუსეთიდან ხორბლის და მარცვლეულის ავტომობილების შემოტანა. გახსოვთ ეს ჩირინა კომპანია იყო მაშინ ვინც ამაზე საუბრობდა ღიად და ჩინას კომპანია ამბობდა რომ მე უფრო იაფი მიჯდება რუსეთიდან შემოვიტანო რაღაც ავტომობილით. რკინიგზის შემოტანის ვიღაც ლობისტებისთვის ხო, რკინიგზა და გემი. ანუ პორტში უნდა მოვიდეს და პორტი. ანუ ვიღაცამ რომ მეტი ფული გააკეთოს, შენ გეუბნებიან რომ შენ იაფად აღარ შემოგატანებ. ესეც ფასზე მოქმედებს, ხო? ის რომ მარცვლეულს შემოიტანს ზვირად, იმიტომ რომ ვიღაც გამდიდრდეს. მე შენ იქნე მაგაში უფრო ძვირს. პორში ის ხორცი ხდი მეც შე. ეს პოლიტიკური კორუფცია. მაინც ბოლომდე რომ მივიყვანოთ, ისი თქმა მინდა. როდესაც აყალბებს საქსტატი ინფორმაციას და შესაძლარი გვაქვს აგერ სხვა ფასები რომელიც ორჯერ გაიზარდა უფრო მოკლე პერიოდში ეს იმას ნიშნავს რომ რეალურად ფასების და იმაზე მეტია რასაც საქსტატი აჩვენებს ამიტომ ჩვენ საქსტატის რიცხვებით ასე ვთქვათ ვოპერირებთ რომელიც გაცილებით უფრო ასე ვთქვათ უარესია რეალობაში ვიდრე დაუშვათ ჩვენ რა არგუმენტებით მოვყავს მაგრამ ჯანდაბას ახლა ამ არგუმენტების ფარგლებში ასე ვთქვათ ვილაპარაკოთ ერთი კითხვა მაქვს ბატონო. კი, დაასრულეთ და მე რეკითხავთ. ეს დავამთავრე. კი ბატონო, ბოდიში. რა მოხდა გუშინ? მიიღეს კანონი. საქსტატის ხელმძღვანელი შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 2 ვადით 4 წლით. ამ დღევანდელ დირექტორს გაუვიდა 8 წლიანი ვადა, სპეციალურად მისთვის მიიღეს კანონი და ჩაწეროს რომ საქსტატის ხელმძღვანელი ინიშნება უვადოდ. ჩვენთან რა უვადოთ ვინ არიან მოსამართლეები და კიდე რაღაც 2-3 ასე ვთქვათ დასახელების თანამდებობა. რატომ? იმიტომ რომ ჯერეთი ძალიან კარგადაც ემსახურება პოლიტიკურად. აყალბებს ინფლაციას და ატყვევს მოსახლეობას. მშპ-ს ზრდის და გარდა ამისა ფასების წინააღმდეგ წამოწყებული ეს ადმინისტრაციული ბრძოლა აპრილში რომ დამთავრდება რაღაც შედეგით ყო უნდა დამთავრდეს. ამიტომ იქ უკვე აჩვენებს რომ ფასები შემცირდებას ვერასდროს ვერ აჩვენებს ნაკლებად გაიზარდა არსებობს ასე ვთქვათ ბუნების კანონი ასე ვთქვათ მონეტარული ასე ვთქვათ თავარი თეზისი სტაბილიზაცია რომ ხო რომ რაღაცა ეხლა ან ბოსტნეული შემცირდა ეხლა რა გააკეთა ამ საქსტატმა გაზარდა ფასები სურსაძე აჩვენა 2.9 3% არა 3% ცოტა სხვას ნიშნავს 2.9 ჩაწერეს მაგრამ მაგერ სუსის შესვლამ რამე ეფექტია გამოიღო? არ გამოიღო. ხვალ ამას ვერ გაბედავს უკვე.
როდესაც დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ფასებს სუსის არეშინია და აგერ სუსტაკი 2.13% გაიზარდა, ხვალ ნებისმიერი გადაწყვეტილება საქსტატის გატარებული იქნება პოლიტიკურ ფილტრში. ის ასე ადვილად ვერ დაწერს, თუმცა ახლაც იტყუება. აი ერთი მაგალითისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ყველა, დავუშვათ ფეხსაცმელს უწყვეტილი ფარმუცხოვში ან საქართველოში 30 ლარიან ფეხსაცმელს დაწერია 29 ლარი და 99 თეთრი. თუმცა ეს უცხოეთში. მაგრამ საქართველოში თუ ჭკუა გაქვს 99 არ უნდა დააწერო, დააწერია 98. ვინაიდან ჩვენთან ამოღებულია 1 და 2 თეთრიანები და მრგვალდება და 98 თუ აწერია, მაინც უნდა გადაეხადო ასე ვთქვათ 30 ლარი. და 99 ლარი დააწერია არა უშენ. ხო, ანუ რას აკეთებს საქსტატი, რატომ არ თურმე ინფლაცია არის 4.8%. ვინ იცის ინფლაცია რამდენია საქართველოში? აგრიცხვა ხდება მე-19 საუკუნის, ასე ვთქვათ, მამაპაპური მეთოდით. 20 ადამიანი დასაქმებული დადის მთელ საქართველოში. 9 იმაში უნდა შევიდეს რეგიონში რაღაცა ბაზრობები, რაღაცა სუპერმარკეტები და ფანქარი უჭირავს და ვითომ ფასებს სწავლობს და შემდეგ ამ ფასებით რაღაცა გამოყავს. უცხოეთში ასე არ არის. ევროკავშირის ქვეყნებში ხდება ელექტრონულად. სუპერმარკეტებში ვაჭრობისას რა ჩეკებიც ამოდის. ის მომენტალურად გადადის სტატისტიკის სამსახურში, იქ არ ეწერია მე რამე ვიყიდე, რამდენი ვიყიდე ან ვიღაცამ. აქ ლაპარაკია მონაცემებზე, ვაჭრობის მონაცემებზე. კოდმა შეგიძლია ალგორითმა დაგითვალოს ეკოლაფერი და მორჩა. რამდენი და ღია შეიძლება იყოს ეს ალგორითმი. აი ამ ელექტრონული, ასე ვთქვათ, ალგორითმი და იწმინდება, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია, ვინაიდან თუ ჩვენ 350-მდე საქონლის სახეობას თვლით და სუპერმარკეტში შეიძლება იყიდებოდეს 2000 გაწმენს აი ეს პროგრამულად და ამ საქონლის ფასებს გაჩვენებს დინამიკაში. დღეს ამდენია, რამდენი იყო წინა წელს და რამდენი იყო იმის წელს. ეს არის რეალური. ჩვენთან ხელით ასწორებენ. აი ახლა იანვარში იანვარში კი არა, 2 დღეს წინ რა გამოახერხეს. 2.99 დაწერეს. და რატომ არა 3 და 1? ძალიან მარტივად რომ გაიზარდა ყველა ფერზე ფასები, ოღონდ აჩვენეს რომ ფასებმა მოიკლო მინერალურ და მტკნარ წყალს. აი როგორც ვინ გადაამოწმეთ, საქართველოში იყიდება დაახლოებით 3 თუ 4 დასახელების მინერალური წყალი. აბეღლავე ბორჯომი კიდე ლეკანიკოვი და კიდე საირმ, ხო? ხვა დღესო შეამოწმოთ ელემენტარული გასარკვევია. არა რა თქმა უნდა, კიდე ლეკანი რასაც ვიხდიდი, იმაზე მეტის და. კი, ახლა და მაგრამ ამას გაიგებ, მაგრამ ვერაზოს ვერ გაიგებ ის რაც გუშინ ჩაწერეს. კიდე რამ დაიკლო ამის გარდა 4.8%-ით დაიკლო ფასებმა ტანსაცმელს. რომელ ტანსაცმელს? 1000 კი არა 1000-ობით. მარტო ბაზრობაზე იქნება 1.500 ტანსაცმლის მაღაზია, პატარა ჯგუფები და ბრენდი, სხვადასხვა მოდელი. როგორ გაიგებ 4.8%-ით? შეიძლება დავუშვათ მართლაც დაიკლო 2%-ით. მაგრამ მე ორს კი არ დავწერ, მე დავწერ 4.8%-ს დავწერ. და 4.8 სერიოზულად რო ჟღერდეს რა 4.8-ის ასე ვთქვათ დაწერა ფასების დაკლების კუთხით მე მაძლევს პატარა ლუფტს რომ ჩემმა ინფლაციამ კი არ მიაღწიოს 5%-ს არამედ გახდეს 4.9 მაგრამ ვიღაცა იტყვის ახლა ჩემსავით 4 როგორ აკეთებ ასე ზუსტად 4.9 და 5 სატო არ წერმა ამიტომ ადგენენ და დაწერეს საქართველოში იანვარზია ერთ თვეზე ლაპარაკი იანვარში დეკემბერთან შედარებით ფეხსაცმლის ფასებმა იკლო 4.6%-ით აი სამი მომენტი შემოიტანეს ფეხსაცმელმა იკლო ყნარმა და მინერალურმა წყალმა იკლო დასაცმელმა იკლო ამის გამო არის 2.9 ამიტომ ამის გამო არა 5 პირველად კი არის გასაგებია მოდი შეჯამებისკენ ანუ რომ თქვათ და ეს ადამიანი ამას დანიშნავენ ახლა სიცოცხლის ბოლომდე თუ შეიძლება ასე ითქვას და მაინც აი ამის მოსალოდნელ შედეგზე მაინც ვილაპარაკოთ რაც 2 წუთით რა ხდება ამ სუპერმარკეტებში აფთიაქებში და იმპორტიორებთან დაკავშირებით. ნახე, ეს არის აქტუალური თემა და თუ ახლა კი, ნახეთ, უნდა წავიდეთ შეჯამებისკენ, მე მინდა ოღონდ ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად მაგით შეგიძლიათ გამოვატნიოთ შიგნით ან ცალკე ვთქვათ. ხშირად არის ხოლმე სოციალურ ქსელში, შეხვდებოდი თქვენც ალბათ, როდესაც აჩვენებენ ევროკავშირში სხვადასხვა სუპერმარკეტებში გარკვეულ პროდუქტებზე ფასებს. ნუ გასაგებია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები თავად არიან წარმოებლები ხშირ შემთხვევაში, რაც განაპირობებს როგორც მიწოდება სწრაფად ხდება, ხარჯები დანახარჯები ნაკლებია, როცა წარმოება ხდება. მაგრამ მე მაქვს ესეთი კითხვა. და საერთო ბაზარია 500 მილიონი ადამიანი. აი, გინდოდა მეკითხა, ეხლა მედივარ, რომ თუ კი საქართველოს ხდება ევროკავშირის წევრი. ესე რო ვთქვათ. ნიშნავს თუ არა ეს რომ
მინიმუმ ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია ჩვენთან მინიმუმ 18%-ით იაფიეღირება, თუნდაც იმიტომ რომ საერთო ბაზარი ხდება და DGG საერთო გაქვს ყველასთან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა არის ევროკავშირი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ, ვაჭრობა. სამუშაო ძალის თავისუფლება გადაადგილება, სადაც გინდა იქ იმუშავებ. ოთხი თავისუფლება. ხო, და ხო, მეორე თავისუფლება კაპიტალის. გადაიტანე ახლა ფული გადაიწყო მაშინ ევროკავშირში შეიძლება ძალიან ბევრს და ბევრი ვიცი ამ სანქციების შიშით ბევრს უჩერებენ გადაიწყებს. და ამ გადაიწყებს ძალიან ძვირი ღირს. და მე იმის საქმეა სამუშაო ძალის კაპიტალის და საქონლის. საქონლის ასე ვთქვათ გადაადგილება. საფრანგეთში რომ მოიტანეს მაგალითი. საფრანგეთის სუპერმარკეტებში იყიდება დაახლოებით ვთქვათ უხეშად ვთქვათ ნახევარი ფრანგული წარმოების. და მეორე ნახევარი თუ რაღაც ჩინურ რაღაცებს გამოვაკლებთ რა იქ ძირითადად სათამაშოები და რაღაცებია და პროდუქტი ახლა ჩინეთიდან არ შემოაქვთ დანარჩენი ევროკავშირიდან არათარი მნიშვნელობა არ აქვს საფრანგეთის სუპერმარკეტში გერმანული საქონელი იყიდება პოლონური თუ ფრანგული ეს ყველა არის ერთი დიდი ბაზარი და ერთი დიდი ასე ვთქვათ საგადასახადო რეჟიმში მოქცეული ვინაიდან ასე ვთქვათ ნებისმიერ ქვეყნის პროდუქტი ეს არის შიდა წარმოების პროდუქტი. ანუ საქართველოში წარმოებული ყველა პროდუქტისთვის იქნება ღია ეს 500 მილიონიანი ბაზარი პირდაპირ. ეხლა გიგვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ ბარიერები მაინც ბევრია და მეორე მხრივ ყველა ეს პროდუქტი, რომელიც იწარმოება ევროკავშირის ქვეყნებში, იმ ჯაჭვის ნაწილი ხდება ავტომატურად შენ, რაც თავისთავად მოახდენს გავლენას ფასებზე. და თქვენ ახსენეთ ასე სტანდარტებია, თავისუფალი ვაჭრობა კი გვაქვს, მაგრამ თავს ვერ შეიტანო. ხო, კი, ლიმიტები გვაქვს. ლიმიტი არ არის სწორი სიტყვა, ხო, თქვათ უფრო სტანდარტებზე იყო, ხო. ხო, არა, არა, ზოგიერთ პროდუქტზე გაქვს ისა რაოდენობები და კოტები, ეს კოტები პრობლემას არ ქმნის, მაგრამ შენ შეიტანო რაღაც პროდუქცია, იქაურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილო. ევროკავშირში ქართული ძეს ვერ გაყიდი რაღაც თუ იმის გამო. არა, ალბათ გავყიდით რაღაც მომავალში. ხო, დღეს ვერ გავყიდით. მიუხედავად იმისა, თავისუფალი ვაჭრობის ხო, იმიტომ ვერ გავყიდით, რომ ჩვენ მოქალაქეს ვასმევთ და ვახმართ ნაკლებ ხარისხიან რძეს, რომელიც საფრთხეებს შეიცავს და ევროკავშირის მოქალაქე სუფრთხილდება ევროკავშირის ქვეყნები. ევროკავშირში ნებისმიერ ძროხას აქვს პასპორტი ასე ვთქვათ და ნებისმიერი ყველიან რძეს რაც იყიდება, იცი სად არა მარტო სად იწარმოა, არამედ რომელი ასე ვთქვათ როგორ იკვებებოდა რა რეჟიმში იყო და ასე თუ არა გაქვს ლაბორატორიაში თავს ვერ გაყიდი რაღაც პერიოდში ვერ ყიდით ეხლა ცოტა ჩვენთან იყო ხო ანტიბიოტიკების პრობლემა იყო დაბინძურება ეს ვერ გაყიდვა ახლა დასვამობ ესე ორი საკითხი რაც ფასებზე ახდენდა გავლენას და ვახსენეთ მანამდეც ერთი არის სესხი რომელიც ვთქვით რომ ჩვენთან მაღალია და ევროკავშირში არის დაბალი აი რა ახდენს აი რისი გარკვევა გვინდოდა რა ვინ არის ფასებზე პასუხისმგებელი და რა იწევს იმას როცა ფასები იზრდება რაც ბატონმა რომანმა გითხრა ეს არის რომ ფასების ზრდაზე და ზოგადად ფასების კონტროლზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში როცა ვლაპარაკობთ ელიტურ კორუფციაზე, როცა ფული სხვაგან მიდის, ბიუჯეტის ფული რო იხარჯება არაფრის მომცემ პროექტებზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გვაძლევს გაძვირებულ პროდუქტს თითოეული მოქალაქისთვის და ეს გამოიხატება არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო რაღაცა ბოსტნეულის და ასე შემდეგ გაძვირებაში, რაც ასევე იწვევს კონკურენციის განადგურება და ასე შემდეგ, არამედ ეს ასევე გამოიხატება სახელმწიფო სერვისების ფასების ზრდაში, იმიტომ რომ სახელმწიფო მოწოდებულია ეხლა რომ ფული წაართოს მოქალაქეებს. შენ ძვირ პროდუქტში, რომელსაც იხდი ძვირფას, ორი რამ აძვირებს ამას. ერთს იხდი გაზრდილ გადასახადს ბიუჯეტისთვის, რომელსაც მე როგორ მოიხმარს მთავრობა ვიცით, გაზრდილ ხელფასებში და მეორე იხდი კორუფციის საფასურს. აი ეს ორი რამე არის მთავარი პრობლემა, რაც ფასებს სახელმწიფოს რომ ადგენს და თავის ადმინისტრაციულ პერსონალს დაურიგოს და მეორე მიაქვს კონკრეტულ პირებს, რომ თავიანთი პლანტა იქნება თუ სხვა რაღაცები, მაგით იშოვონ მეტი ფული. ეგ სუდად რაღაცის დამატება. მაშინ აი რომ შევაჯამოთ. ასაც ჩვენ ვამბობთ. არის ასე ვთქვათ, სახელმწიფო პასუხისმგებლობის სფერო, ფასები ეროვნული ბანკის მთავრობის და მათი არასწორი პოლიტიკა. მოდი ვთქვათ, მთავრობის არასწორი პოლიტიკას შეიძლება გაანადგუროს ქვეყნები და აგერ რა ხდება ირანში, აგერ როგორ დევალვაცია, yani ვამბობ. რუსეთშიც თუნდაც. მე ვამბობ, აი ამ აჯანყებამდე ვამბობ და ფასები საშინლად გაიზარდა, ვალუტის კურსი დაეცა და ვიცით რომ ზიმბაბვეში რაღაცა მერწელწადში იმით გაიზარდა 3 მილიონი პროცენტი. ანუ თავრობის არასწორი პოლიტიკა, რომელიც რაღაც პოლიტიკური მიზეზებით, შეცდომებით თუ რაღაცებით ობიექტურად რო ვთქვათ, მოსდის ხელისუფლებებს. საქართველოში ერთი ნაწილი ეს არის არასწორი პოლიტიკა. მეორე
ასევე არასწორი, ასე თქვათ, ეკონომიკური პოლიტიკა. მეორე სუბიექტური ფაქტორები, როდესაც ამ პოლიტიკაში ერევა პირადი ინტერესები, რაც ვეცაუბრეთ ივანიშვილის ინტერესები, ბიუჯეტიდან ფულის მითვისება ტენდერებში, იქ სადაც გზა შეიძლება გააშენო 1 მილიონად და 2 მილიონს ამაძლევ. აგერ ვიცით რატომ დაიჭირეს მოადგილე ინფრასტრუქტურის მინისტრის ან მუნიციპალური განვითარების ფონდის უფროსი. ახალმა მინისტრმა თქვა პარლამენტში თვენახევრის წინ რომ პროექტების უდიდესი ნაწილი დაწყებულია და დაუმთავრებელია და ზოგიერთი ფული გადახდილია და დაწყებულიც არ არის. და ეს სიუჟეტები უამრავია. ხო, ჩვენ ვარ გამოვიგონოთ თავად რასაც ამბობთ. და გარდა ამისა უკვე ინსტიტუციონალური ფაქტორები. რა არის ინსტიტუციონალური ფაქტორი? როდესაც მაგალითად ერთმანეთს ედავებიან, ახლა მიდიან და პრემიერ-მინისტრთან ქურდული გარჩევებია, ჯერ დაიბარეს სუპერმარკეტები, მერე აფთიაქები, მერე ბენზინი, მერე დისტრიბუტორები და მერე ბოლოს მწარმოებლები. და ეროვნული ბანკი არც ერთხელ. ხო, და მწარმოებლები და ერთმანეთს აბრალებენ. წარმოებლები ამბობენ რომ რაღაცა გვიშლის ხელს, დისტრიბუტორები ამბობენ რომ კიდე რაღაც საბაჟო რაღაცეები. ეს სუპერმარკეტების ქსელის პატრონები ამბობენ რომ დისტრიბუტორები ვიზრებენ და ამ საქმეს ურჩევს პრემიერ-მინისტრი. ნაცვლად იმისა, თუ პრობლემაა არის სასამართლოში იცივდა. სასამართლოს არ არის. პოლიტიკაში ცვალებია. ხო, სასამართლოს არ არსებობა, სადაც ბიზნეს დავები და სხვა დავები შესაძლებელია მედიატორის როლში არ გამოდიოდეს ივანიშვილი როგორც მთავარი ასე ვთქვათ მამადამარჩენელი და რაღაც ქურდული წესებით რაღაც თავრობა არჩევდეს. ვინ ეკითხება მთავრობას ამათ შორის მორიგებას. და კიდევ ერთი ინსტიტუციონალური არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური ქვეყანაში, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ქვია. კონკურენციის, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, პირველ ეტაპზე, უნიათობის ეტაპს ვეძახი მაგას. პირველ 4 წელიწადი არაკომპეტენტურები იყვნენ, მაგრამ მოღალატეები თუ იყვნენ, არ ვიცოდით და ეს ხალხი 99% ოპოზიციაშია. იმ პერიოდში ჩვენ გვეგონა რომ არაკომპეტენტურები და უნიათოები, აი პერიოდში ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა ახალგაზრდა ბიჭმა 50 მილიონი ლარით დააჯარიმა კარტელური გარიგებისთვის ნავთობ კომპანიები, რომლებიც იყვნენ ქართული ოცნების ფრთებქვეშ. მაშინ ფრთებქვეშ იყვნენ. დღეს უკვე პირდაპირ მათი კლანური ბიზნესის ნაწილები არიან, უზარმაზარი ასე ვთქვათ, შეღავათები და ფული მიიღეს და აფინანსეს ეს და 50 მილიონი 10 წლის, 10 კი არა, 14 წელიწადია. დაახლოებით ეს შუა პერიოდში, ну ვთქვათ უხეშად 10 წლის წინ 50 მილიონი. დღეს დაახლოებით ლარი დღეს ფაქტობრივად 100 მილიონი ლარია. აი ამოდენა ჯარიმა დააწესა და რა მოხდა? წავიდნენ სასამართლოში, მოიგეს სასამართლოში, სამთვეში ეს ახალგაზრდა კაცი გააგდეს. ანტიმონოპოლურ სამსახურს არაფერი გაუკეთებია 14 წლის განმავლობაში, პარაზიტები არიან, როგორც სემეკი, ასე ვთქვათ. სემეკი 27 მილიონ ლარს ხარჯავს იმის გამო, რომ სამპროდუქციაზე ფასი დააწესოს. და 3-4 წელიწადში ერთხელ. ანტიმონოპოლურ სამსახურმა ბათუმში შეისწავლა საკითხი, რომელიღაც კაფეში რუსული მენიუ იყო და გააბრაზდა, შეისწავლეს და დაავალა, რომ ქართული მენიუც იყოს იქ. ყავას ვეყიდი და მართლაც უკვე იქ არაა ხოლმე. ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ხო და 27 მილიონის გადა. თანაც 200 ლარი დააჯარიმა. მეტი არ მახსოვს მე. და ღარიბაშვილმა თქვა რომ პურზე ფასები გარიგებულიო, არ არის პურზე. შეუძლებელია და კონკურენციასთან მივდივარ, აი პური კარგად გამახსენდა. საქართველოში შეუძლებელია პურზე ფასების კონტროლი, ვინაიდან საქართველოში არის 1000-ზე მეტი პურის საწყობი. უბანში თონეები, მე დიდები, მე დიდი ასე ვთქვათ, საწარმოები და ერთი ამდენი რესტორნებში და კაფეებში, სადაც ნამწყობს და პურს თავად აწყობენ. შეუძლებელია გარიგება რომ მოხდეს და მართლა შეისწავლა ამ სააგენტომ და თქვა რომ არაფერი პრობლემა არ არის. აი ეს ორი რაღაცა მახსოვს. კონკურენციის ასე ვთქვათ, სააგენტო არ არსებობს და მთავარი კლანური ბიზნესი კლავს კონკურენციას. აი მაგალითად რაც ხდება სუპერმარკეტებში. გამოვიდა ღარიბაშვილი რაგვარია ეს. კობახიძე და ამბობს. ბრინჯი გაორმაგდა ფასები. წიწიბურა გაორმაგდა ფასები. ნეტა რამ გაორმაგა? ნეტა რამ გაორმაგა, ხო, მაგრამ მას რომ ეთქვა რომ კაცზე ფასები გაორმაგდა, ცოტა ასე ვთქვათ, კონკრეტზე კონკურენცია ფასები რო დაიწიოს, მაშინ იმპორტიდან უნდა შემოიტანო. და თუ კვერცხის ფასი ძალიან ამაღლდა, ამ დროს უნდა გაჩნდეს ახალი კვერცხის საწარმოები თავისუფალი ბაზრის პირობებში. მოგება მეთქვა ეს უცბად, როდესაც ახალი მიწოდება გაჩნდება, მაშინ ის კონკურენცია დაწევს ფასს, მაგრამ კვერცხის ქარხანას ხვალ ვერ გახსნი. ამიტომ რატომ ამბობ ბრინჯი და ციციბურა? ბრინჯი და ციციბურა არის იმპორტირებული. მე რომ დავინახავ რომ ამ სუპერმარკეტში ციციბურა იყიდება ორჯერ მეტად, მე პირადად რომელიც ავდგები და მე შემოვიტან ციციბურას.
როდესაც მაღალი ფასები ბაზარზე წარმოიქმნება, მომენტალურად უჩნდება ბიზნეს სუბიექტებს მოგების შოვნის სურვილი და მომენტალურად იწყება იმპორტი. როდესაც იმპორტი შემოვა და გავა ქსელებში, სუპერმარკეტებში, უბნის მაღაზიებში, რომელიც დაკეტვა უნდა 60% ქსელური სუპერმარკეტებია ჩვენთან გაყიდვებში და 40% ბაზრობები და უბნის მაღაზიები უცბად და ესენ თუ გაქრა, ისინი კიდევ უფრო მეტად გაელაღებენ. ამ ციციბურას არ ვაწარმოებ, ხო წავალ ვიყიდი ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან შემოვიდა, რატომ არ ხდება? როდესაც ქერის ორმოა, როგორც იტყვიან, თუ ასეთი მაღალი ფასია, რატომ არ მიჩნდება მე სტიმული? იმიტომ არ მიჩნდება, რომ ბაზარზე შემოსვლა გართულებულია. მე რომ შემოვიდან ჩაკეტილი არის კარტელული რაღაცა წესები და რაშიც იყენებენ მათ შორის სახელმწიფო რეგულაციებს. ო მე საზღვარზე გამაჩერებენ იმათ შეაყოვნებენ ლურჯებით ატარებენ. მე მაღაზიაში არ უნდა შემოვატანებს. შევალ და მე ყველა უარს მეტყვის. ხო. არა, ან შეიტანდა დიდი ხანი არ გადააგიხდიან ფულს, მაგრამ თუ კი პლატა ხარ და ბიზნესია სწრაფად ჩაგაგზავნე. კონკურენცია არსებობდა, რომ დავამთავროთ. ბიზნესი, რადიო დაპარტამენტი ნავთობპროდუქტის იმპორტზე თლიანად ხელისუფლების კლანია. კარტელული გარიგებები არსებობს. სააფთიაქობის ბიზნესში კარტელული გარიგებები არსებობს. სუპერმარკეტებში, სუპერმარკეტები ვერ ვიტყვი რომ კარტელული გარიგება არსებობს და ტელეფონებით ფასებს არ რეგულირებენ ძალიან ბევრია. საქონელი განსხვავებით ბენზინი და დიზელისაგან, მაგრამ ისინი მფარველობის ქვეშ იმყოფებიან ხელისუფლებისგან. ამიტომ საბოლოო ჯამში ის ასე ვთქვათ პრობლემა, რასაც ხელისუფლება ამბობს ამ ქსელებთან დაკავშირებით, რომელიც ფასს წარმოქმნაში თამაშობს 1% გლობალურ ასე ვთქვათ, ფასს წარმოქმნაში 1%-ის ასე ვთქვათ როლს. ესეც ხელისუფლების პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მათ შექმნეს ეს სისტემა. რომ არა ხელისუფლება და აი ესეთი ჩაკეტილი ბაზარი და კონკურენციის არარსებობა, ინვესტიციები არ შემოდის, ეს პოლიტიკური ფაქტორია, საგარეო იზოლაციაში მოუქცეთ ინვესტიცია არ შემოვა, ბუნებრივია მაშინ ლარის სტაბილურობას საფრთხე ექმნება და ახალი ბიზნესები ვერ იქნება. საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და არ მომხდარა ისტორიაში, რომ ხელისუფლებას ძალისმიერად ფასები შეემცირებინოს ან დაესტაბილურებას. ყველამ ვინც ამ გზით გაბედა ფასების კონტროლი, ყველამ კრახით დაამთავრა. მე გავიხსენებ ორ მაგალითს და თან ბოლოსკენ წავიდეთ მე მგონი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ალბათ სხვა დროს კიდე შეგვიძლია სხვა მომიჯნავე თემებზე გავაგზავნოთ. 2020-21 წლებში ქონდა პუტინს მსგავსი ცდელობა რუსეთში და ფაქტობრივად კამპანია ჩაატარა, რომ ის ფასებს ებრძოდა და ამცირებდა. შედეგი ის მივიღეთ, რომ ერთი წლის თავზე ფასები მაინც გაძვირდა. მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში ხო ბელარუსი ცოტა გვიანი იყო. საზოგადოებაში ხო მნიშვნელოვან ნაწილში მიაღწია განცდას, რომ პუტინმა ფასებს ებრძოლა და ხალხის მხარეს. აი ეს არის მე მგონი აქ რასაც ხედავთ, რომ კობახიძე ხალხის თვალში დარჩეს როგორც ფასებთან მებრძოლი, ხოლო პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე თვითონ აღარ არის. ან პასუხისმგებლობა მოიხსნას ამ წურბელებს ვერ მოერია. მე გავიხსენებ ერთ სხვა რაღაცას, რომ აი ამერიკაში ბოლო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გადაწყვეტი იყო აი ზუსტად კვერცხზე ფასის მატება და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც ადარდებთ რა ფასი ღირს საქართველოში კვერცხი და სხვა პროდუქტები. მადლობა დიდი ბატონ რომან, საინტერესო საუბარი იყო. მე ესე იგი ტრადიციულად გეტყვით რომ ესე ვშვებით ხოლმე, როცა მორჩება ჩვენი პოდკასტი, მე თქვენ გამოგართვებთ ელექტრონული პოსტის მისამართს და 525 ვაინის სახელით გამოგიგზავნით სასაჩუქრე ვაუჩერს, რომელიც შეძენაც ნებისმიერ შეუძლია ასევე გვერდზე და უკვე თქვენ გადაწყვეტავთ რომელ ღვინოს გამოიწერთ სახში ვახშმად. არა მომეწონა და მაშინ ამასაც გამოვიწევ. აი თქვენი გადასაწყვეტი. რამდენ ვაუჩერს ვშუქნით? ვაუჩერი არის თანხობრივი და არა რამდენი ღვინოზე არის. თქვენამდე დახარჯავთ ეგ თქვენი გადასაწყვეტი. ერთ იმდენ დავხარჯავ საერთოდ. არა, ეგ თქვენი გადასაწყვეტი. და მე შევადაროთ. მე საჩუქარზე ვარ პასუხისმგებელი დახარჯვაზე არა. მოგე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე მგონი რაღაც ეს ლაბირინთებში ცოტა მეტად შევძელით ადამიანების გარკვევა, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. რა პრობლემებია, რომელიც ფასებზე მოქმედებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხვალე შეუძლია საქართველოს მთავრობას ადამიანებისთვის ცხოვრება გაიაფოს სერვისებზე ფახსები, რომელიც თავიანთი აქტებითაა გაწესებული. სულში შეუძლია. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა. კარგი, ისე გავიმეორებ ფასების სტაბილურობას უსურვებ ჩვენს ქვეყანას. კი ბატონო.